გამარჯობა. ჩვენი დღევანდელი თემა არის კარმული ასტროლოგია, თუმცა კონკრეტული ესეთი მიმართულებით, გენეტიკური მიმართულებით, ესე ვთქვათ, საგვარეულო კარმა და ასე შემდეგ, ანუ მთავარი თემა ამ შემთხვევაში იქნება როგორ გადაეცემა ეს გენეტიკური თუნდაც ხასიათის მაჩვენებლები, თუნდაც კარმული რაღაც მომენტები, სამედიცინო, ესე ვთქვათ, პრობლემები, ანუ ნებისმიერი რამე ხასიათიდან დაწყებული, როგორ გადაეცემა თაობებს. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ სამ თაობას, ანუ ეს იქნება მამა, დედმამა, ანუ შვილი და შვილიშვილი. და განვიხილავთ სათითაოდ ყველასგან რა გადმოდის და შემდეგ უკვე ვნახავთ საერთო ჯამში უფრო ესე მასშტაბურად ესე ვთქვათ ამ სამ თაობას რა აქვს საერთო, რომელი ესე ვთქვათ ასპექტები, რომელი კონკრეტული თვისებები ნარჩუნდება. და რომელი არის განსხვავებული, იმიტომ რომ არის კარმულ ასტროლოგიაში რაღაც შეიძლება გადაეცეს უცვლელად, რაც ცუდია, იმიტომ რომ კონკრეტული თვისება ყველა ისე თუ ასე ექვემდებარება დამუშავებას. და თუ ასპექტი გადაეცემა ზუსტად იგივენაირად ცვლილებების გარეშე, ეს ნიშნავს რაღაც კონსერვაციას კონკრეტული თვისების, რომ ეს თვისება არ ვითარდება, არ მიდის წინ. ან თვისება იქნება თუ რაიმე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი მაინც ხასიათიდან გამოდის და შესაბამისად ეს არის ცუდი, როდესაც ერთი და იგივე მეორდება, რადგან უნდა იყოს რაღაც კონკრეტული სახის განვითარება. უნდა ვითარდებოდეს, ესე ვთქვათ, კონკრეტული ასპექტი, კონკრეტული მდებარეობა, ნებისმიერი რამე, რაც გადაეცემა, კარგი იქნება და ცუდი, უნდა განვითარდეს, ანუ უნდა მიდიოდეს წინ ყოველთვის, ან დეგრადირდება, ან წინ მიდის, ან უკან მიდის. ყოველ შემთხვევაში ერთი და იგივენაირად გადაცემა არ არის კარგი. დავიწყოთ და ვნახოთ კონკრეტულ მაგალითზე, რა შეიძლება აქ ჩამოვწერე. მამის და შვილის შემთხვევაში აქ რა თქმა უნდა არ არის ბევრი არის ხედავთ მსგავსი ასპექტები, თუმცა ადამიანები, ანუ ეს ადამიანები შვილი გაჩნდა 23 წლის შემდეგ მამის დაბადებიდან და მაინც მიუხედავად ამისა ხედავთ რამდენად ბევრი საერთო აქვს მამას შვილს. აი აქ პირველი შემთხვევა არის, ხედავთ მამას ყავს სატურნი ვერძში, შვილს ყავს სატურნი პლუტონის სექსტილი. ამ შემთხვევაში კავშირი იგივენაირია, ანუ სატურნს აქვს მამის შემთხვევაში ვერძისეული ელფერი, ანუ სატურნი მუშაობს ვერძის ესე ვთქვათ ფონზე, ვერძი აძლევს მას მახასიათებლებს თუ როგორ უნდა გამოვლინდეს სატურნი. შესაბამისად ეს ტრანსფორმაცია აქვს პლუტონისეული სატურნს მამის შემთხვევაში და იგივენაირად შვილსაც აქვს პლუტონის გავლენა სატურნზე, ამ შემთხვევაში უფრო მეტად რბილი, თუმცა დადებითი. ანუ სექსტილი რადგან არის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ცვლილება არის უკეთესობისკენ. თუ იყო სატურნი ვერძში, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ცუდი მდებარეობა სატურნისთვის, ასეთ ადამიანს აკლია ესე ვთქვათ სერიოზულობა, სერიოზულად ვერ აღიქვამს ყველაფერს, უფრო მეტად ესეთი ცანცარა ხასიათის არიან, უფრო მეტად დაუკვირვებლები არიან. ანუ სჭირდება ასეთ ადამიანს უფრო მეტი დასერიოზულება, ესე ვთქვათ. და შვილის შემთხვევაში აქ არის სატურნი პლუტონის სექსტილი, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ უკვე დადებითი არის ისე თუ ასე მაჩვენებელი უკვე, რომ სატურნი და პლუტონის ანის ტრანსფორმაციის მომენტი ამ შემთხვევაში, შვილის შემთხვევაში გაუმჯობესებული არის, სექსტილი არ არის ძლიერი მაჩვენებელი, თუმცა ისე თუ ასე კარგი მაჩვენებელია, დადებითი მაჩვენებელია, რომ ადამიანს ისე თუ ასე ტრანსფორმაცია სატურნისეული მიმართულებით შედარებით კარგად გამოსდის. შემდეგი აქ არის მამას აქვს ვენერა პლუტონის ტრინი. პლუტონი ამ შემთხვევაში რეტროგრადულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მართავს ვერცხლსაც და მორიელსაც. და შვილს ყავს ვენერა მორიელში. ამ შემთხვევაში შებრუნებული არის, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ვენერა პლუტონის ტრინი არის მამასთან ანუ დადებითი მაჩვენებელია, ეს იქნება ტრანსფორმაცია ფინანსებში, ტრანსფორმაცია სიყვარულის თემებში, ანუ ზოგადად ტრანსფორმაცია დადებითი ვენერასეულ მომენტებში, ესე ვთქვათ. და აქ ვქვევით ჩვენ გვაქვს შვილთან ვენერა მორიელი, რაც არის ცუდი სიტუაცია, ანუ ცუდი არის, ვენერა სუსტია საკმაოდ მორიელში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თვისება, კონკრეტული თვისება გაუარესდა. უარესობისკენ წავიდა ამ შემთხვევაში. სარიცხ მანქანას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხო. ანუ ამ შემთხვევაში ნეგატივისკენ წავიდა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მამამ ვერ დაამუშავა ეს კონკრეტული ასპექტი, ვერ გადასცა შვილს უკეთესო გაუმჯობესებული
ვერსია ვერც შეინარჩუნა, ესე იგი რაღაც უფრო მამისკენ შეგვიძლია ვევარაუდოთ, რომ ფინანსებში და სიყვარულში ცოტა რეგრესი ქონდა, ტრანსფორმაციას ვერ მიაღწია, ესე ვთქვათ, თუმცა შესაძლებლობები ვხედავთ, რომ ტრინიდან გამომდინარე არ იქნებოდა ცუდი. თუმცა შვილს გადაეცა ვენერა მორიელში. შესაბამისად, შვილმა თავიდან ის რაც მამამ ვერ დაამუშავა, გადაეცემა უკვე უფრო ნეგატიურად და შესაბამისად იქნება პრობლემა. იგივე არის ეს სამედიცინო სფეროში, თუ მამას ქონდა მაგალითად ექნებოდა ჯანმრთელი ყელი, ეს ერთი ასპექტია, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ერთი ასპექტიდან გამომდინარე, რომ იმსჯელოს და არა საერთო სურათიდან გამომდინარე, აქ ვენერა კარგი არის მამის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, იმით უმეტეს ყუროში დგას და ანუ ყელთან პრობლემა, თირკმელთან პრობლემა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული ასპექტიდან გამომდინარე მამას არა აქვს, თუმცა შვილთან ვენერა მორიელშია, შესაბამისად შვილს აქვს უკვე ყელის პრობლემები, საშვილოსნოს პრობლემები, შვილი გოგო არის. თირკმელი, ანუ ეს პრობლემები უკვე შვილს აქვს, სამედიცინო პრობლემები, ის რაც მამას არ აქვს, თუმცა მამამ ვერ დაამუშავა კონკრეტული ასპექტი, შესაბამისად შვილს გართულებულად გადაეცა. ზევით შემთხვევაში უფრო პირიქით არის, იმიტომ რომ მამას აქვს დაზიანებული სატურნი, შესაბამისად პრობლემები კბილებთან, სამედიცინო მიმართულებით. პრობლემები მამასთან ცხოვრებაში, მამის სუსტი როლი, ძვლების პრობლემები, რომელიც შვილს ამ შემთხვევაში არ აქვს, იმიტომ რომ სატურნი პლუტონის ტრინი გადაეცა ამ შემთხვევაში. ისედაც სატურნი დღის რქაში ყავს, შესაბამისად მამის ფიგურა შვილის შემთხვევაში დადებითია. შემდეგი აქ არის ვენერა ურანის ტრინი, რაც აქვს მამას და შვილს აქვს უკვე ვენერა ურანის სექსტილი. აქ ცოტათი რეგრესია არის, ვხედავთ, რომ სიყვარულში მამას უფრო დადებითი აქვს, ანუ ესეთი ცოტა ცვალებადი, უფრო ექსტრავაგანტული, განსხვავებული სიყვარული ექნება მამას, ფინანსებით ესე ვთქვათ, ცოტა ისეთი და შვილის შემთხვევაში აქ უკვე სექსტილი არის, შესაძლებლობები შედარებით უფრო ნაკლები არის შემცირდა, ესე ვთქვათ, უკან წავიდა ცოტათი, არა რადიკალურად. შემდეგი არის ვენერა იუპიტერის სექსტილი, რომელიც ყავს მამას, აქვს მამას რუკაში და შვილს აქვს ვენერა იუპიტერის კვადრატი. აქაც გართულებულია სიტუაცია, თუ მას ქონდა ფინანსებში დიდი შესაძლებლობები, ეს ორი ერთად პლანეტა ძალიან კარგი არის, ეგ ფინანსებისთვისაც, სოციალური წინსვლისთვისაც, სიყვარულისთვისაც და ვენერა იუპიტერის შემთხვევაში, როდესაც კვადრატია შვილის შემთხვევაში, აქ უკვე სოციალური პრობლემები არის, რომ უფრო მეამბოხე ხასიათი აქვს ეს ადამიანს, ანუ დაზიანებულია სოციალური იმიჯი, ესე ვთქვათ. იგივენაირად პრობლემები სიყვარულში, პრობლემები ფინანსებში, კვადრატი არ არის ოპოზიცია, გლობალური არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც პრობლემაა. შესაბამისად, აქაც რეგრესი გვაქვს სახეზე. შემდეგი არის ვენერა მერკურის სექსტილი, რომელიც გადავიდა უკვე შვილთან ვენერა მერკურის სექსტილი, ხო, გადავიდა ვენერა მერკურის შეერთებით. ეს არ არის ცუდი, შეერთებას რა თქმა უნდა აქვს მინუსის და პლუსის, თუმცა ზოგადად იერარქიულ წყობაში ეს თუ ასპექტებს შევადარებთ, შეერთება ყოველთვის არის ყველა ასპექტზე ერთი თავით მაღლა. იმიტომ რომ იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობებს, ეს არის პლუსის და მინუსის და აქ გარჩევანი, რომ შენ შეგიძლია განავითარო ეს კონკრეტული ასპექტი, როგორც დადებითი მიმართულებით, ასევე ნეგატიური მიმართულებით. ანუ შენი არჩევანი არის, არჩევანს როდესაც გაძლევს ასპექტი, ეს რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ ეს ბევრად უფრო, ანუ მაღლა წავიდა ამ შემთხვევაში, ვენერა მერკური შესაძლოა მამამ დაამუშავა ის თუ ასე. თუმცა რა თქმა უნდა შეერთების მინუსიც აქვს. რა შეიძლება იყოს ვენერა მერკური პლანეტარულ დონეზე, ჩვენ აქ ვხედავთ, რომ საათები არ ვიცით მამის შემთხვევაში და შემდეგაც არ გვეცოდინება არც დედის შემთხვევაში და შესაბამისად ჩვენ ვაანალიზებთ მხოლოდ პლანეტარულ დონეზე ასპექტებს, იმიტომ რომ არ ვიცით სახლები, არ ვიცით მმართველები, რომელ სახლს მართავენ ეს პლანეტები, შესაბამისად ჩვენ ესე კონკრეტულად დეტალებში ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ ასპექტებზე, ვისაუბრებთ ესე ზედაპირულად პლანეტარულ დონეზე. და მერკური იუპიტერის სექსტილი ამ შემთხვევაში იქნებოდა უფრო შემოქმედებითი მიმართულება, ესე ვთქვათ, რომ ამ ადამიანს კარგად გამოსდის ლაპარაკი, კარგი მოსაუბრე, ინტუიციური, ესე ვთქვათ, ლამაზად საუბრობს, კარგად საუბრობს. თუმცა, ანუ სიყვარულშიც ესე უფრო კარგად გამოსდის საუბარი, ანუ შეთავსება, ესე ვთქვათ, კომუნიკაციის დონეზე. იგივენაირად შეიძლება იყოს ფინანსების შესაძლებლობა ინტელექტუალური სფეროდან, თუმცა შედარებით ეს მაინც სექსტილი არ არის ისეთი დიდი გლობალური შესაძლებლობები და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მერკური იუპიტერის შეერთება შვილთან, რომელიც უფრო მეტად ამძაფრებს ამ ყველაფერს, შესაძლებლობები მეტი აქვს. თუმცა იქნება მინუსების და მით უმეტეს შვილის შემთხვევაში ვენერა მერკურის შეერთება მორიელში დგას, ვენერა ამ შემთხვევაში მერკურის კარგად აზიანებს. შესაბამისად, ანუ ნეგატივიც ექნება ამ ყველაფერს.
შემდეგი არის მერკური ურანის შეერთება, რომელიც აქვს მამას და გადავიდა მერკური ურანის სექსტილით შვილთან, ეს დადებითია, კარგია. ოპოზიცია მამამ იმდენად დაამუშავა, ეს ოპოზიცია ჩვენ ვიცით, რომ რთული ასპექტია საკმაოდ, მისი დამუშავება არ არის სახუმარო ამბავი. შესაბამისად, რომ დაამუშავა, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, ოპოზიციის დამუშავება და შვილთან გადავიდა სექსტილით. მშვენიერია. ანუ მამას ჰქონდა პრობლემა კომუნიკაციასთან, ანუ შედარებით უფრო ესეთი ექსტრემალური კომუნიკაცია ჩანს, ხედავთ მერკური არის თევზებში და ურანი არის ქალწულში, ანუ ურანი ითხოვს უფრო მეტ სისტემატიზაციას, წესების მიყოლას, მეტრონმანია შედარებით უფრო მეტად დისციპლინირებულია, როდესაც მერკური არის თევზებში, უფრო ემოციურად მოქმედებს, ემოციურია, ლოგიკა აკლია, უფრო მეტად სუბიექტურია და ჩვენ ვიცით, რომ ურანი არის მერკურის უფრო გაუმჯობესებული ვერსია, ესე ვთქვათ. შესაბამისად, ესე ვთქვათ, შინაგანი კონფლიქტი ხასიათში ამ ადამიანმა დასძლია და შესაბამისად შვილს გადასცა უფრო კარგი ასპექტი, დამუშავებული ასპექტი, რომელიც დასაწყისისთვის მშვენიერი არის მერკური ურანის სექსტილი. შემდეგი არის მერკური პლუტონის ოპოზიცია, რომელიც აქვს მამას და გადავიდა მერკური პლუტონის შეერთებით და ამ შემთხვევაში პლუტონი ძლიერია, რადგან მორიელში დგას. შესაბამისად ესეც კარგი შესაძლებლობებია შვილისთვის. შემდეგი არის ვენერა ნეპტუნის ოპოზიცია, რომელიც აქვს მამას და გადავიდა შვილთან ვენერა ნეპტუნის სექსტილით. ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. რომ ამ ადამიანს აი ვენერა ნეპტუნის ოპოზიციაში შესაძლოა ქონოდა სიყვარულში იმედგაცრუება, ilūziები, იგივენაირად ფინანსურ სფეროშიც ექნებოდა. ანუ ამ ადამიანს აი ნეპტუნი მორიელში ყავს და უფრო სიღრმისეული, ესე ვთქვათ, ისეთი ჭირდება სიტუაცია ზოგადად, ანუ ცოტა უფრო სიღრმე და ვენერა ყავს კუროში, რომელიც ითხოვს უფრო მეტ სტაბილურობას, უფრო მეტ რეალისტობას და უფრო მეტ პრაქტიკულობას. შესაბამისად, ეს შინაგანი კონფლიქტი დასძლია, გადავიდა შესაბამისად ასპექტი შვილთან უფრო დადებითი მახასიათებლით. შემდეგი არის ურანი ნეპტუნის სექსტილი, რომელიც არის მამის რუკაში და შვილთან არის ურანი ნეპტუნის შეერთება. ასევე არ არის ცუდი, მე ვთვლი, შესაძლებლობებს იძლევა უფრო მეტს, არჩევანს იძლევა. შემდეგი არის მარსი იუპიტერის კვადრატი, რომელიც არის მამის რუკაში და ასპექტი გადავიდა დადებითად მარსი იუპიტერის სექსტილი. ესე ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. თუ მამის შემთხვევაში ადამიანის ქცევები ცოტა სოციუმთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, შვილის შემთხვევაში წინააღმდეგობაში არ მოდის კონკრეტულად აი ეს ქცევები. ეს არის, ესე ვთქვათ, განსხვავება, რაც ასპექტი იყო და რა ხდა შვილის შემთხვევაში, როგორ გადაეცა. ქვევით მოცემული არის ის, რაც საერთო არის, რომელიც გადაეცა, ესე ვთქვათ, უცვლელად. ეს არის ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, რომელიც აქვს ორივეს ცეცხლის სტიქიაში და ზოგადად ამ ოჯახს. ლამის ყველას ლილიტი აქვს ცეცხლის სტიქიაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ქმედებები ან ხასიათი ზოგადად ეს ლილიტის ძლიერი სურვილი, რომელსაც ლილიტი იძლევა ცეცხლის სტიქიაში არის ძალიან იმპულსური და შესაბამისად უკონტროლო. ანუ აქტიური რაღაცის სურვილი აქვს ამ ადამიანს და უკონტროლო, ესე ვთქვათ, უფრო მეტად ესეთი ფიცხი. შესაბამისად აი მამის რუკაში აქ ვერცხლში არის ლილიტი და სატურნს უერთდება და მზეს უერთდება, შესაბამისად ამ ადამიანის ქცევა იქნება ძალიან ფიცხი, სურვილიდან გამომდინარე და აი მუდმივად რაღაც აქტიურობის და რაიმე ნაბიჯის გადადგმის სურვილი როდესაც აქვს ადამიანს, დაუფიქრებელის რა თქმა უნდა, ნუ ვერცხლშია. აქ არის შვილის შემთხვევაში მშვილდოსანში ისევ ცეცხლის სტიქიაში და ოპოზიცია აქვს მარსთან. შესაბამისად ამ ადამიანის ქცევაც ძალიან დაუფიქრებელი შეიძლება იყოს. აქ ლილიტი მშვილდოსანში შესაბამისად ქცევები იქნება უფრო რაღაც ფილოსოფიური აღქმიდან გამომდინარე, უფრო ისეთი ფართო მასშტაბით იყურება ეს ადამიანი, თუმცა პრაქტიკულობასთან ცოტა პრობლემები ექნება, რადგან აი მარსი ტყუპებში ყავს, უფრო მეტად ადაპტირებული მარსი ყავს და ცოტა პრობლემა არის შინაგანი კონფლიქტის მხრივ. ესეც რა თქმა უნდა მხოლოდ პლანეტარულ დონეზე ჩვენ ამ ყველაფერს ვაანალიზებთ და ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი, ეს მთლიან ადამიანზე ესე ზოგადად არაფერს არ გვაძლევს, ეს არის ერთი, ესე ვთქვათ, მინიშნება, ერთი კონკრეტული მოცემულობა, როდესაც ყველაფერი გაანალიზდება და შეიკრიბება, მერე უკვე შეგვეძლება უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ ადამიანი როგორია. არ შეგეშალოთ, რომ ჩვენ ახლა კონკრეტულ ასპექტზე ვსაუბრობთ და არა ზოგადად ადამიანი როგორ იქცევა. შემდეგი არის პრობლემა დაზიანებული მზე, ორივე რუკაში, რომელიც საუბრობს მამის შედარებით ცუდ როლზე ამ შემთხვევაში, ნაკლებ ენერგიაზე, ნაკლებ იმუნიტეტზე, აი რაღაც ესეთ თემებში, თუმცა როგორც ესეთი მამას, აი ლილიტი რომ არ ისე გულთან პრობლემას ამედიცინო მიმართულებით, შვილს საკმაოდ დაზიანებული აქვს მზე, მამასაც არანაკლებ,
არანაკლებ როგორ ნაკლებ, თუმცა მაინც დაზიანებულია ლილითანს შეერთების გამო და შესაძლოა სატურნთან შეერთების გამოც. და ისე თუ ასე მზე მამის რუკაში საკმაოდ პასიურია, რაც ნიშნავს იმას, რომ მამას დიდად მის ცხოვრებაში ესე როლი ესე ვთქვათ, არ ქონდა მამას მის ცხოვრებაში რაღაც დიდი როლი. ძალიან პასიური არის მამა. შემდეგი არის მარსი, კარმული გავლენის ქვეშ. ჩვენ ვხედავთ, რომ შვილის რუკაში მარსი ლილითს უკავშირდება და ლილითი ზოგადად კარმული ობიექტია, ასევე მარსი რეტროგრადულია იგივენაირად კარმული, ესე ვთქვათ, მიზნის მისიის ცვლილებას ნიშნავს. ანუ ზოგადად კარმული გავლენა ამ რუკაში საკმაოდ ისე აქტიური არის, ჩვენ ვხედავთ კარმულ კვანძებსაც. და მამის შემთხვევაში მარსი არის შეერთებული კარმულ კვანძთან პირდაპირ, ანუ ისიც იგივენაირად მარსიც კარმული გავლენის ქვეშ. რაც შეიძლება ეს ნიშნავდეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების ქცევა, როგორც მამის ისევე შვილის, იგივენაირად არის ქვეცნობიერიდან განპირობებული, მისი მართვა, მათი ქცევების მართვა არის პრობლემატური, ორივეს მარსთან რეტროგრადში აქვს, შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება სამუშაო, ანუ ესეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ცხოვრების პირველ ნახევარში ლამის გარანტირებულად უშვებენ ბევრ შეცდომას. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა განვითარება დამოკიდებულია პირადად ადამიანზე, რამდენად თვითონ იმუშავებს საკუთარ თავზე. ორივე საერთო აქვს მარსი ჰაერის სტიქიაში და რეტროგრადული. ვხედავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქცევები შედარებით უფრო ზედაპირულია, ჰაეროვანი, ესე ვთქვათ, მაინც და მაინც სიღრმე მათ ქცევებს არ აქვს. შემდეგი არის ნეპტუნი პლუტონის სექსტილი. ეს ორივე ესე ვთქვათ ნელი პლანეტებია და შესაბამისად ლოგიკურია, რომ დიდად არ შეცვლილა, თუმცა მეორეს მხრივ 23 წლიანი ასპექტი არც ერთ მას არ ახასიათებს. პლანეტას შესაბამისად დაემთხვა. ეს რა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ განვითარება, ანუ პლუტონისეული ტრანსფორმაცია ამ შემთხვევაში ხდება ნეპტუნის დახმარებით, ანუ ან ეზოთერიკული მიმართულებით, ან ხელოვნების შემოქმედების მიმართულებით, რაღაცა ესეთი შეიძლება ინტერპრეტაცია მოუძებნოთ ამ ასპექტს კონკრეტულად პლანეტარულ დონეზე. შემდეგი არის ორივეს ლილითი აქვს 1 გრადუსზე. აქ არის 10.53. აქ ცოტა სადავო თემა არის, იმიტომ რომ აქ ლამის 11 აქვს, მაგრამ და აქ არის ძალიან 10 გრადუსი, შეიძლება იქ ცოტათი გადაცდომა. კარგი, ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის, შეგვიძლია არც ჩავთვალოთ, იმიტომ რომ რეალურად ეს უკვე 10.53-ია და ეს ზუსტად 10 არის. ანუ მაინც 1 გრადუსია, ესე ვთქვათ. და ესეც რა თქმა უნდა კარმულ ასტროლოგიაში ითვლება ერთი და იგივე ასპექტი, ერთი და იგივე გრადუსი, თვითონ გრადუსს აქვს კონკრეტული დახასიათება და შესაბამისად ის რომ ერთი და იგივე გრადუსი მეორდება, ნიშნავს იმას რომ ეს გრადუსის მახასიათებელი არ არის დამუშავებული მამასთან და შესაბამისად გადაეცა შვილსაც. იგივენაირად არის 17 გრადუსი. არ არის აუცილებელი რომ გრადუსი იყოს კონკრეტულ ერთი კონკრეტული პლანეტა ან კონკრეტული ნიშანი იყოს, ამ ნიშანში იყოს ეს გრადუსი. ზოგადად გრადუსია საუბარი, ანუ ნებისმიერი ნიშნის 17 გრადუსი, მაინც 17 გრადუსია და ყველა ნიშნის 17 გრადუსს აქვს საერთო მახასიათებლებიც. შესაბამისად დასამუშავებელი აქაც 17 გრადუსი, რომელიც მამიდან გადაეცა შვილს. ეხლა მე რა თქმა უნდა თავის დროზე მოვძებნე, მაგრამ ეხლა ზეპირად ესე როდესაც მოვემზადე მახსოვდა, მაგრამ უკვე არ მახსოვს, სანამ მე ეს ყველაფერი ჩავწერე. მოკლედ, აქაც იგივე თემაა, რომ ესეც დასამუშავებელია 17 გრადუსი. ზეპირად ვერ გეტყვით ეს გრადუსი რას ნიშნავს, არ მახსოვს სამწუხაროდ. გადავიდეთ დედაშვილის რუკაზე. იგივე შვილი არის და ანუ დედის დრო რა თქმა უნდა არ ვიცით. სამწუხაროდ. და დავიწყოთ რა შეიძლება იყოს. აქ შედარებით უფრო ნაკლები არის მონაცემები, ხედავთ, საერთო, ანუ შვილი მაინც უფრო მამისკენ, მამიდან უფრო მეტი მიიღო, ესე ვთქვათ. ან შესაძლოა აქ არ მქონდეს ის მაჩვენებლები, რომელიც დედას და მამას ერთნაირი აქვს და ერთნაირად გადადის შვილზე, იმიტომ რომ რეალურად დედ-მამა ერთ და იგივე წელს არიან დაბადებულები, ანუ ბევრი ასპექტი იმათაც ერთნაირი ექნებათ. აქ არის მზე მერწყული დედის შემთხვევაში, შვილის შემთხვევაში მთვარე მერწყული, ანუ მერწყულისეული გავლენა, ზოგადად როგორც ესეთი მერწყულის ნიშნის, მერწყულის პრინციპის გავლენა, რომ ორივე ისე თუ ასე დამოუკიდებელი არის და დამოუკიდებელია შრომის მოყვარე, თავისუფლების მოყვარული ადამიანი, რომელსაც ეს ჩარჩოებში ჩაჯდომა არ უყვარს.
შემდეგი არის ვენერა ნეპტუნის კვადრატი, რომელიც აქვს დედას, ესეც იმედგაცრუება, ის როგორც მამას ჰქონდა, სიყვარულში იმედგაცრუება, ფინანსებში, ილუზიები, ეს ყველაფერი გადაეცა შვილს დადებითად. აქ არის ვენერა ნეპტუნის სექსტილი, ზევითაც ჰქონდა, ანუ ეს დაამუშავა ამ ადამიანმა. შემდეგი არის მარსი იუპიტერის კვადრატი, რომელიც ასევე მამასაც ჰქონდა და შვილს გადაეცა დადებითად. ურანი ნეპტუნის სექსტილი არ მახსოვს იყო თუ არა მამასთან და ესეც გადაეცა ძალიან ისეთი ასტროლოგიური ასპექტია, გადაეცა შეერთებით, რაც რა თქმა უნდა კარგია. შემდეგი სტელიუმი მერწყულში ყავს დედას. აი, სამი პლანეტა ყავს. არ არის კლასიკური სტელიუმი, მაგრამ მაინც სტელიუმია. და შვილს ყავს მთვარე და რახუ მერწყულში. შვილს ხო, ანუ მერწყულის გავლენა ის თუ ასე მაინც ძლიერი არის. იგივე არის რაც ფაქტიურად რაც ზევით მზედა მთვარე დავწერეთ, უბრალოდ უფრო მეტი გავლენა აქვს მერწყულის პრინციპს ამ შემთხვევაში, ვიდრე მხოლოდ მზედა მთვარეა. ორივეგან კეტუ დედასთან კეტუ არის მორიელში და შვილთან სტელიუმი არის მორიელში, ესეც არის მაჩვენებელი, ანუ ზოგადად ითვლება რომ სტელიუმი არის როგორც ერთი ინკარნაცია. ანუ სტელიუმის დახასიათება, ესე ხასიათდება სტელიუმი და თუ ადამიანს აქვს სტელიუმი, სტელიუმი აჩვენებს მის ერთ კონკრეტულ ერთ ინკარნაციაზე. ანუ ის მთელი ინკარნაცია, რაც იმ ადამიანმა დაამუშავა, ესე ვთქვათ, რაც გაიარა, ეს ყველაფერი ამ ადამიანს მოყვება ცალკე სტელიუმის სახით. ესე ვთქვათ. და იქიდან გამომდინარე, რომ დედას კეტუ ყავს სტელიუმში, ანუ კეტუ ყავს მორიელში. აი, აქ არის მორიელში კეტუ ყავს. შესაბამისად, დედას მორიელის თვისებები აქვს წინა ცხოვრებაში დამუშავებული და შვილი გადის ამას ახლა. რადგან სტელიუმი ყავს მორიელში, ანუ დედამ შესაძლოა ასწავლოს შვილს ბევრი რამე, იქიდან გამომდინარე, რომ მას წინა ცხოვრებაში ეს ყველაფერი უკვე გავლილი აქვს, არ ახსოვს, მაგრამ ინტუიციურად, ქვეცნობიერად ეს ყველაფერი მასში არის. შემდეგი არის ურანი სატურნის ოპოზიცია, რომელიც აქვს დედას. ეს არის ცოტა ისეთი არასტაბილური სატურნის გამოვლენა, ესე ვთქვათ. ცოტა უფრო ცოცხალი, ესეთი ექსტრემალური სატურნი არის, რომელსაც უჭირს დისციპლინა, ან დისციპლინაც რაღაც ისეთი განსხვავებული აქვს და მსხვერპლობა ზოგადად დედას ურანის გავლენით და ამ შემთხვევაში შვილზე გადავიდა ურანი თხის-რქაში. ანუ ისევ თხის-რქასთან კავშირი, უბრალოდ ამ შემთხვევაში თხის-რქა რაღაც ფონად არის და ამ შემთხვევაში ურანი უფრო არის მოქცეული თხის-რქის გავლენის ქვეშ, ანუ თხის-რქა უფრო ძლიერი გამოდის ურანზე, რადგან ურანი მოქმედებს თხის-რქის კარნახით და ამ დედის ასპექტის შემთხვევაში აქ ოპოზიცია არის, რომ ურანი ცალკე არის, სატურნი ცალკეა და ერთმანეთს ანუ ბალანსირება ჭირს ამ შემთხვევაში და რომელიმე უნდა დათმოს. ანუ გაუმჯობესებულია, მე ესე ვთვლი, სატურნმა გაიმარჯვა იმ შემთხვევაში. შემდეგ არის სატურნი ნეპტუნის ტრინი, რომელიც გადაეცა როგორც ნეპტუნი თხის-რქაში. და არის ლილიტი სატურნის შეერთება. ანუ ეს არის დედასთან გადავიდა სატურნი თხის-რქაში და ამ შემთხვევაში რადგან ლილიტი სატურნის შეერთება არის დედასთან. ანუ ლილიტი აძლიერებს სატურნს, ამ შემთხვევაში ეს თევზებშია ეს ყველაფერი, ანუ სატურნი თვითონ თევზებში დგას და ლილიტის ძლიერი სურვილი მოქმედებს სატურნზე შედარებით დადებითად, სატურნი ვითარდება და შესაბამისად დედასთან შვილთან უკვე გადადის სატურნი თხის-რქაში, ანუ ყველაზე კარგი მდებარეობა სატურნის. ანუ ამ შემთხვევაშიც ესეთი ვარიანტია, რომ ლილიტმა უშველა სატურნს დაამუშავა ამ ადამიანმა სატურნის მდებარეობა და შესაბამისად გადავიდა შვილთან უფრო კარგი მონაცემით. აქ ხა სამედიცინო ასპექტები დამავიწყდა, გაგვეგრძელდება, მაგრამ ანუ იგივენაირად ეს ხასიათიც გადადის, იგივე ასპექტი შეიძლება როგორც ინტერპრეტირდეს, როგორც სამედიცინო ასტროლოგიაში კონკრეტული მახასიათებლები, რომელიც ჰქონდა დედას და შვილთან გაუმჯობესებული, ან პირიქით დედას სუსტად ჰქონდა გამოხატული და გაძლიერდა შვილთან, ესეთი თემატიკა. შეიძლება ანუ ხასიათიდან, თვისებიდანაც სახლები რომ ვიცოდეთ უკვე კონკრეტულ სფეროებსაც შევეხებოდით, თუ ეს კონკრეტული სფერო შეიძლება ეხება ფინანსებს, ან პირადს რაც გადავიდა შვილთან უფრო გაუმჯობესებულად. ანუ კონკრეტულად აი ესე თემები აქ უკვე არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ სახლები არ ვიცით. რაც აქვს საერთო, რაც გადავიდა უცვლელად. ნუ ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, რაც უკვე ვისაუბრეთ. მარსი ჰაერის სტიქიაში, ისევ ვისაუბრეთ, მარსი დედას სასწორში ყავს. და მგონი მამასაც. დაზიანებული მარსი, ამ შემთხვევაში სასწორში მარსი ისედაც დაზიანებულია, სუსტია და იუპიტერთან ოპოზიციაში არის.
შემდეგი ფიგურა საქანელა აქვს ორივეს, ესეც არის საერთო, იმიტომ რომ ზოგადად საქანელას ფიგურა ორ სფეროში განვითარებას გულისხმობს, რომ ადამიანი, ესე ვთქვათ, ადამიანს უჭირს ორი მიმართულებით მუშაობა, მაგრამ იძულებულია, ესე ვთქვათ, ორ ფრონტზე თანაბრად ის არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ოჯახი და სამსახური, ან რაღაც პირადი და საკუთარი განვითარება და მეუღლეზე ზრუნვა, ოჯახზე ზრუნვა, ანუ გააჩნია ამ შემთხვევაში სახლებს, აქაც დრო რა თქმა უნდა გჭირდება. მაგრამ აქ ესეთი თემატიკაა, რომ ზოგადად ეს ფიგურა გადავიდა უცვლელად, რომ დედასაც იგივე პრობლემა ჰქონდა და შვილსაც იგივენაირად ორ სფეროში უწევს პარალელურად მუშაობა. კარმული გავლენა მზის და მზეზე და მერკურის და კარმული გავლენა, ანუ კარმას ეწინააღმდეგება ორივე შემთხვევაში მზეც და მერკურის, კარმულ განვითარებას. დედის შემთხვევაში აქ დიდი კვადრატია და თვარეც ეწინააღმდეგება მზეც და მერკურის კარმულ განვითარებას. ეს ეწინააღმდეგება კვადრატია, ამის დამუშავება შესაძლებელია, თუმცა დიდი კვადრატი რა თქმა უნდა, როგორც კონფიგურაცია ძალიან რთული და სამუშავებელია. თვითონ ერთი კვადრატი ლოგიკურია და შესაძლებელია დამუშავება ერთი ასპექტის, როგორც კვადრატის, მაგრამ დიდი კვადრატი, როგორც კონფიგურაცია, უკვე პრობლემური და სამუშავებელია. ეს შეიძლება იყოს მამის კარმული გავლენა ცხოვრებაში. და მერკურის შემთხვევაში, ანუ ინტელექტი, კომუნიკაცია, მსგავსი თემების გავლენა კარმაზე, რომ შესაძლოა ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, აზროვნების უნარი, ცოტა, ანუ აზროვნების, როგორ ვთქვა, როგორც აზროვნებს, სტილი. ცოტათი ეწინააღმდეგებოდეს იმას, რასაც ეს ადამიანი ახლა კონკრეტულ ცხოვრებაში ამუშავებს, რაც უნდა დაამუშავოს. იგივენაირად არის შვილის რუკაშიც, კარმულ კვანძებს ეწინააღმდეგება ამ შემთხვევაში მზეც, მერკურის და ვენერაც. აქაც იგივე პრობლემა. რომ ისევ მამის ფიგურა, ესე ვთქვათ, უშლის ხელს კარმულ განვითარებას. რა თქმა უნდა, სიტუაცია ორივეგან განსხვავებულია, იმიტომ რომ ნიშნები სხვადასხვა და სავარაუდოდ სხვადასხვა სახლებშიც დგანან. ეს აქ ჩვენ უბრალოდ პლანეტარულ დონეზე მარტო ვაანალიზებთ. საერთო არის ასევე პლუტონი ლილიტის ტრინი, რაც ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე ლილიტის ეს ენერგია ეხმარება პლუტონს, პლუტონი რა იყო და იუპიტერს, აქ ლილიტი იუპიტერის ტრინი გვაქვს, ანუ ლილიტი ძლიერი ენერგია ეხმარება იუპიტერს წინსვლაში. აქაც იგივე გვაქვს შვილის რუკაშიც. ეს არ არის ცუდი, ეს არის კარგი მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში ლილიტის ნეგატიური ენერგია გამოიყენება დადებითად. პლუტონი ნეპტუნის სექსტილი ისევ აქტიურია და საერთო აქვს 21 გრადუსი. 21 გრადუსი. შვილის შემთხვევაში მე აქ ვერ ვხედავ 21 გრადუსს. მგონი შეშლილი, მაგრამ მე 12 გრადუსი არის. ანუ აი აქ და აქ რაჰუ დგას მე 12 გრადუსზე, აქ მერკური დგას მე 12 გრადუსზე, კეტუ დგას თავისთავად მე 12 გრადუსზე და აქ ჩვენ გვაქვს ნეპტუნი მე 12 გრადუსზე. აქ 21 არ არის, აქ არის მე 12 გრადუსი. ხო, ეს არის საერთო რაც დასამუშავებელია. და რაც გადავიდა უცვლელად, ეს ძალიან ბევრი რამ გადავიდა უცვლელად დედის და მამის შემთხვევაშიც ორივეგან, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი მაჩვენებელი. შემდეგი. ეხლა უკვე ჩვენ გვაქვს ეს დედმამა და იყო შვილი და შვილის და შვილიშვილის, ანუ ეს შვილიშვილი არის ამ ადამიანის შვილი. ეხლა ვნახოთ ამათმა რა გადაცეს ერთმანეთს და შემდეგ უკვე შევაჯამებთ ყველა ამ თაობას. ამ შემთხვევაში დედის მერკური ურანის სექსტილი გადავიდა შვილთან როგორც შეერთება, ეს დადებითია. ჩემი აზრით. შემდეგ არის მერკური პლუტონის შეერთება დედასთან, რომელიც გადავიდა შვილთან მერკური პლუტონის კვადრატიც, ეს არის ცუდი. ნეგატიური უკუსლა გვაქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მერკური პლუტონის შეერთება, რომელიც იძლევა ძალიან დიდ მithumetes მორიელში, ძალიან დიდ პოტენციალს ინტელექტუალური საქმიანობისა, თუნდაც ოკულტური საქმიანობის, სიღრმისეულ ანალიზს, ანუ ეს გონებრივი მაჩვენებელი, რაც ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში, არ იქნა გამოყენებული ამ ბავშვის დაბადებამდე. შესაბამისად, რადგან არ იქნა დამუშავებული, გადაეცა შვილს უფრო ნეგატიურად კვადრატის სახით. შემდეგი არის ლილიტი იუპიტერის ტრინი,
რომელიც ჰქონდა შვილს ამ ადამიანს და გადაეცა თავის შვილს სექსტილის სახით. ეს მაინც რეგრესია. უფრო სუსტი გავლენა აქვს ლილით იუპიტერზე, თუმცა მაინც დადებითია. შესაბამისად, რეგრესია არ იყო რაღაც ისეთი გლობალური. შესაძლოა უბრალოდ ამ ადამიანმა შვილის გაჩენამ და ვერ გამოიყენა ლილითის ეს პოტენციალი. შემდეგი დედას აქვს ვენერა მორიელში და შვილს ყავს ვენერა ვერძში სექსტილით მარსთან. ამ შემთხვევაში დიდი წინსვლა არ ყოფილა, ანუ წინსვლა მაინც არის, ესე ვთქვათ, მცირე, იმიტომ რომ მაინც სექსტილია მარსთან, ანუ მორიელის გავლენა მაინც სიტუაცია ცოტა დადებითი იძლევა, მაგრამ ვენერა მაინც ვერძშია, შესაბამისად მაინც ცუდი გავლენა არის, ვენერა გაუმჯობესებული დიდად არ არის. სულ ცოტათი არის პროგრესი. შემდეგი არის მზე ვენერას შეერთება და შვილს ყავს მზე კუროში. ანუ ეს ვენერას გავლენა გადადის. ესე იგი მზე ვენერას შეერთება ის თუ ასე ადამიანმა დაამუშავა, რომ მისი მზე მორიელში გახდა უფრო ქალური. რაღაც მხრივ ცოტათი კუროს გავლენა გადმოეცა და შესაბამისად შვილს გადაეცა ესე მზე კუროში. შემდეგი არის პლუტონი სატურნის სექსტილი, რომელიც შვილს გადაეცა, როდესაც პლუტონი დგას პირდაპირ თხის რქაში. ესეც არ არის ცუდი ჩემი აზრით, რადგან სატურნს მიეცა, ესე ვთქვათ, დადებითად გადმოვიდა ეს პლუტონის მახასიათებლები სატურნზე და ეს ადამიანი გახდა პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული, რადგან სატურნი თხის რქაში ყავს და დაემატა პლუტონისეული სიღრმე და ტრანსფორმაციის უნარი და ეს ყველაფერი რეალურად გამოიყენა ამ ადამიანმა და შესაბამისად საბოლოოდ შვილს პლუტონი ყავს თხის რქაში, შესაბამისად პლუტონის თვითგანვითარება ავტომატურად იქნება მიმართული სატურნისეული, თხის რქისეული მიზნებისკენ, ან კარიერისკენ, თვითგანვითარებისკენ, დისციპლინური, ესე ანუ დისციპლინა და წესრიგი სადაც საჭიროა აი მიმართულებით წავა პლუტონი. შემდეგი არის ქალწულის გავლენა მე-12 სახლზე. შვილს არა და ანუ დედას ყავს ამ შემთხვევაში მე-12 სახლში ქალწული. ქალწულის ნიშანი, ანუ მერკურის გავლენა მე-12 სახლზე, რომ შინაგანად ეს ადამიანი უფრო მეტად მოწესრიგებულია და ინტელექტუალურია და შვილს ყავს მორიელი მე-12 სახლში. ხო, აქ ორ მაგიის არის, ანუ დედას ყავს ქალწული მე-12 კუსპიძე და მერკური ყავს მორიელში. ანუ მე-12 მართველი დგას მორიელში. ქალწული, ანუ მე-12 სახლის მართველი დგას მორიელში. და შვილის შემთხვევაში მე-12-ს მართავს მორიელი და მისი მართველი მარსი დგას ტყუპებში. ანუ მარსის და მერკურის, ესე ვთქვათ, კავშირი არის მე-12 სახლთან. აი ესეთი კომბინაცია არის, რაღაცნაირად იქ რაც იყო შეიცვალა ცოტათი, მაგრამ იგივენაირად პრინციპი მაინც ერთნაირი არის, რომ მარსი მერკურის გავლენა არის მე-12 სახლზე მაღალი. ეს არის უფრო ქცევა გონებით განკარგული, ესე ვთქვათ, როდესაც ლოგიკური ქცევები აქვს ადამიანს მე-12 სახლში, ანუ ქვეცნობიერად, რომელსაც მე-12 სახლი ზოგადად რთულია მისი გაცნობიერება, ეს არის ინსტინქტური ქცევები. იმ ფონზე, როდესაც ადამიანს აქვს აი აქ მარსის ოპოზიცია, მაინც ქვეცნობიერად, ანუ რაღაც მაინც ლოგიკური ნაბიჯების უნარიც აქვს. კარგი. შემდეგი აქ არის თხის რქაში სატურნი თხის რქაში და აქ არის სატურნი შვილდოსანში, მაგრამ თხის რქა არის რეტროგრადული, ანუ ეს ერი აქ უნდა იყოს წესით სატურნთან. სატურნი არის რეტროგრადული. ანუ იმას ვიძახი, რომ სატურნის გავლენა თხის რქასთან ვერ მივხვდი. აქ მე თვითონაც ვერ მივხვდი რა გულისხმობთ აქ და ეს დავწერე. ხო, კარგი, ეს გამოვდობოთ. იმიტომ რომ მართლა შეიძლება იყოს რამე აზრი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა მე ვერ ხვდები ამას რაღაც ჩაღრმავება ჭირდება თუ ანუ რადგან რეტროგრადული არის ორ ნიშანს მართავს სატურნი, შესაბამისად მართავს სატურნს და ურანს და ამ შემთხვევაში მაინც სატურნი თხის რქაში რა შუაშია ვერ მივხვდი. ხო, კარგი, ეს გამოვდობოთ. შემდეგი ჩვენ გვაქვს აქ დედის შემთხვევაში კარმული გავლენა მზის, ანუ მზე კვადრატში არის, მზე უშლის ხელს კარმულ გავლენას, ეს არის მამის გავლენა კარმაზე და შვილის შემთხვევაში შვილი არის ბიჭი
ანუ დედისთვის მამა უფრო მნიშვნელოვანია და შესაბამისად მამის გავლენა გვაქვს რუკაში კარმული და შვილის შემთხვევაში დედის გავლენა გვაქვს ამ შემთხვევაში დადებითი. რადგან შვილი ბიჭი არის, შესაბამისად მისთვის მთავარი უფრო არის დედა. შესაბამისად ზოგადად ეს არ არის მარტო მშობლებიდან გამომდინარე, ეს არის ზოგადად დედაზე მაღალი არის კაცების გავლენა, რომ ანუ კაცებთან ურთიერთქმედება, ზოგადად კაცების ფიგურა ამ ადამიანის ცხოვრებაში უშლის კარმულ განვითარებაში ხელს და შვილის შემთხვევაში ქალების ფიგურა, ესე ვთქვათ, ქალები უეხმარებიან ამ ადამიანს კარმის დამუშავებაში. რაც რა თქმა უნდა კარგი არის. ანუ დედამ ესე იგი ეს გადალახა ეს ასპექტი, რომ შვილთან გადავიდა კარგად. შვილი რო ყოფილიყო გოგონა, ამ შემთხვევაში მზე იქნებოდა დადებითი კარმული გავლენით, მაგრამ დაიბადა ბიჭი, შესაბამისად გვაქვს რაც გვაქვს. აქ არის ასევე სასტორის გავლენა, რომ ასცენდენტი სასტორში ყავს დედას და შვილს ყავს ზენიტი სასტორში, შესაბამისად ვენერას მდებარეობა და სასტორის გავლენა უფრო გაუმჯობესდა ამ შემთხვევაში. ქვევით ყავს ისევ ნეპტუნი თხის რქაში მესამე სახლში. ეს არის კომუნიკაციაზე, გავლენა და აზროვნების სტილზე, ნეპტუნის გავლენა, თუმცა ნეპტუნი არის ამ შემთხვევაში უფრო დამიწებული, რადგან თხის რქაში დგას. ანუ ეს არის რაღაც პრაქტიკული ეზოთერიკა. შედარებით რაღაც ესეთი ასტროლოგია, ან ფანტაზია, ილუზიები, ნებისმიერი რამე, უბრალოდ შედარებით უფრო პრაქტიკული, რადგან თხის რქაში მიწის ნიშანში დგას ნეპტუნი და შემდეგ უკვე შვილს ყავს ნეპტუნი თხის თევზებში, მესამე სახლში, ანუ გაუმჯობესებული ვარიანტი აქვს ნეპტუნის, რადგან ნეპტუნი უკვე თავის სახლში დგას მესამე სახლში და ეს ადამიანს უფრო მეტად ექნება. თუნდაც ინტუიცია, ნეპტუნისეული, აი ეს კავშირი სხვა სამყაროებთან, ან ეზოთერიკული უნარი თუნდაც ამ ადამიანს უფრო მეტად ოკულტიზმისკენ ექნება, პრაქტიკული ნაკლებად, ანუ უფრო მოწყვეტილი რეალობას და დედის შემთხვევაში უფრო პრაქტიკული არის, პრაქტიკული გამოყენებით, ანუ ნათელმხილველი დედა ვერ გახდება ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ნეპტუნი თხის რქაში ყავს და დამიწებულია და არ აძლევს კავშირს, ესე ვთქვათ, მიწას ვერ წყდება მისი ნეპტუნი. და შვილის შემთხვევაში ნეპტუნი მესამე სახლში ზოგადად ნათელმხილველობის ესე ვთქვათ სტანდარტული ასპექტი არის. ამ შემთხვევაში ნეპტუნი თევზებში ყავს ამ ადამიანს და შესაბამისად უფრო მეტად, ანუ მოწყვეტილი არის რეალობას, უფრო მეტი შანსია ნათელმხილველობის, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში. Ну, ცალკე თემა არის, რამდენად ნეპტუნი აქტიურია ამ რუკაში, რამდენად ასპექტები აქვს კარგი და ასე შემდეგ, რამდენად ძლიერია ზოგადად ნეპტუნი რუკაში. შემდეგი რა აქვს საერთო? სტანდარტული ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, მე ზოგადად რაც ეს ზოგადად თამათი საგვარეულო ვისწავლე, ანუ ლილიტი ცეცხლის სტიქიაში არის სტანდარტულად თელს გვარში. ну, რა თქმა უნდა, ყველაში არის, უმრავლესობაში. ეს არის ზოგადად ეს გვარის ტიპიური ასპექტები, როდესაც ყველგან ერთი რაღაც მეორდება. რაც ანუ არ მუშავდება, გადაეცემა და ეს არ არის კარგი რეალურად. ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, მთვარე ჰაერის სტიქიაში დაემატა აქ, რაც წინათ არ იყო. ეს არის ადამიანის როგორ თქვა, ადაპტაცია ხდება შედარებით უფრო მალე, შედარებით უპრობლემოდ, ანუ ძალიან ისეთი ზედაპირული ის აქვს ამ შემთხვევაში. თვითგამოხატვა ადამიანს, მისი სურვილები, მისი შეხედულებები შედარებით უფრო ესეთი არის, მსუბუქი. არ არის მძიმე ადამიანი შინაგანად, ესე ვთქვათ. შემდეგი არის მარსი ტყუპებში იყავს ჰაერის სტიქიაში ორივეს. ну, ჰაერის სტიქიაში იყო ადრეც ყველას ჰაერის სტიქიაში ყავდა, უბრალოდ აქ ამ შემთხვევაში აქ ნიშანიც დაემთხვა, ну, მარსი მერკურის ეს კავშირი უფრო მეტად გამყარდა. და შემდეგ არის მზე ნეპტუნის ტრინი, სექსტილი, რაც ორივეს აქვს და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის კავშირი ეზოთერიკასთან. აქ არის ლილიტი მარსის ოპოზიცია, რომელიც გაუმეორდა შვილს იგივენაირად. ლილიტი მშვილდოსანში ყავს ორივეს, რაც ცუდია ძალიან, იქიდან გამომდინარე, რომ დედამ შვილის დაბადებამდე ვერ დაამუშავა ლილიტი მშვილდოსანი, ანუ ყველა ნებისმიერი მინუსი, რაც ლილიტი მშვილდოსანს აქვს, გადაეცემა შვილს იგივენაირად და ეს არის ლილიტი და ეს არის საფრთხეებიც ყველანაირად, რადგან ლილიტი არის მერვე სახლის ელემენტი. და შესაბამისად აქ არის მარს ლილიტის ოპოზიცია უცვლელად გადაცემული შვილისთვის და რამდენადაც მე ვხედავ უფრო ახლო ასპექტით, ანუ უფრო მჭიდრო ასპექტით, რაც უფრო მეტად გამოვლენილი იქნება შვილის შემთხვევაში, ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის ცუდი, საერთოდ არ არის დამუშავებული. ну, მარსი დამუშავდა იმ ხრივ, რომ რეტროგრადულობა არ აქვს. ეს ერთი მინუსი შეგვიძლია მოვუძებნოთ.
ეს არის ძალიან იმპულსური ქმედება მარსის, ძალიან იმპულსური ნაბიჯები ამ ადამიანის და თუ დედას ქონდა მეორე მესამე სახლის კუსპიდზე, ესე ვთქვათ, შულს ყავს პირველ მეშვიდე სახლში, ანუ უფრო მწვავედ იქნება ეს ყველაფერი გამოვლენილი მის ცხოვრებაში, უფრო მეტად კონფლიქტური, უფრო მეტი ტრავმების რისკი, ანუ ბევრად უფრო ნეგატიური არის ზოგადად ეს ყველაფერი. შვილის შემთხვევაში გადმოსული. შემდეგი არის იუპიტერი პლუტონის კვადრატი, რაც აქვს ორივეს. ეს არის ცოტა ისეთი განვითარება და ტრანსფორმაცია ამ ადამიანის, რომელიც სოციუმს მაინც არ მოსწონს. იუპიტერის ჩვენ ვხედავთ აქ რეტროგრადულია შვილთან და დედასთან არ არის, ესეც არ არის კარგი მაინც და მაინც. ნუ აქ რა თქმა უნდა კიდევ ცალკე ის არის. იმიტომ რომ ის კონკრეტული, თუმცა კი ეს სისტემა ანახებს სტაციონარულს, იმიტომ რომ სტაციონარული თუ არის პლანეტა, ეს უკვე სხვა არის, ეს არის აუცილებელი რომ ცუდი იყოს. სტაციონარული შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ რეტროგრადული უკვე ცუდია. შემდეგი არის ნეპტუნი პლუტონის სექსტილი, ეს რა თქმა უნდა კარგია და გრადუსები დასამუშავებელი მე-5 გრადუსი, მე-9 გრადუსი, მე-19 გრადუსი. დედის რუკაში მე მე-5 გრადუსი ისევ ვერ ვხედავ, შეიძლება მე-4 იყოს. მე-5 გრადუსს შვილის რუკაში ვხედავ. დედის რუკაში ვერ ვხედავ. მე-9 გრადუსი მე-9 გრადუსი არის ლილიტი. აქვს დედას მე-9 გრადუსი და შვილს აქვს მე-9 მზე. ლილიტი აქვს მზე. და მე-19 გრადუსი, რომელიც შვილს დედას ყავს სატურნი მე-19 გრადუსზე და შვილის შემთხვევაში მე-19 გრადუსზე დგას პლუტონი. ეს გრადუსები არის დასამუშავებელი, მე-5 შეგვიძლია წავშალოთ, იმიტომ რომ მე მე-5 აქ ვერ ვხედავ. იუპიტერი ორივეგან არის მე-10 სახლში, რაც რა თქმა უნდა კარგი არის, ძალიან კარგი შესაძლებლობებია სოციალური წინსვლის ამ შემთხვევაში. ნუ დედასთან რა თქმა უნდა უკეთესი დგას ესენციალური ღირებულებებით, იმიტომ რომ ლომში არის, თავის ტრიპლიციტეტშია, მაგრამ ასპექტებით დაზიანებულია. შვილის შემთხვევაში იუპიტერი რეტროგრადულია, თუმცა სასტორში დგას, მაინც კარგი მდებარეობა არ არის, თუმცა ასპექტები იმდენად ბევრი ნეგატიური ასპექტი არ აქვს. მარსის და მერკურის მე-7-სთან კავშირი აქაც ჩანს, იმიტომ რომ აქ ვერძია მე-7-ში და მარსი ტყუპებში დგას და აქ ასცენდენტზე და ტყუპები და მარსი მე-7-ში დგას. ანუ მერკური მარსს აქვს კავშირი მე-7 სახლთან. დაზიანებული მე-5 სახლის კუსპიდი. აქაც, ანუ პრობლემები შვილებთან, შესაძლებელი პრობლემები ან ბავშვებთან ზოგადად, შვილის შემთხვევაში აქ მთვარე შველის, იმიტომ რომ ორსულობა მაინც არ იყო რთული, მაგრამ პრობლემები მაინც იქნებოდა და იყო. და აქაც ჩანს შვილთან პრობლემები, სიყვარულთან პრობლემები, რადგან მე-5 კუსპიდი დაზიანებულია იგივენაირად. უფრო მეტადაც. შესაბამისად ეს უკვე ჯერ არ ვიცით, ვნახოთ. თუმცა ფაქტია, რომ პრობლემები სიყვარულთან და პრობლემები შვილებთან ორივეს აქვს. რუკის მიხედვით. ეს იყო სულ, რაც გადასცა დედამ შვილს ამ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი სია არის დამუშავებულისაც და დაუმუშავებელისაც. და ჩვენ აქ ვნახავთ ახლა ყველას ერთად. ანუ ვხედავთ ჩვენ აქ არ მახსოვს როგორ მოვნიშნე, მაგრამ ანუ მამისგან გადაცემულია ეგ ვხედავთ ვენერა პლუტონის ტრინი, მამამ გადასცა შვილს როგორც ვენერა მორიელი და აი აქ შვილმა ეს ვენერა მორიელი გადასცა შვილიშვილს როგორც ვენერა შვილიშვილს რა იყო თავის შვილს, როგორც ვენერა ვერძში სექსტილით მარსთან. ანუ მარსი ვენერას კავშირი მაინც თლიანად განვითარდა, გადავიდა ბოლომდე, თუ მარსი პლუტონის როგორც გინდათ ჩათვალეთ, ანუ ორივე ისე თუ ასე ადგილზეა. ანუ ცოტათი განვითარება არის, მაგრამ უფრო აი ესეთი მამიდან შვილზე გადავიდა უფრო შედარებით ნეგატიურად, ალბათ რთული სათქმელია. მაგრამ ვენერა მორიელში ცუდი არის და ვენერასთვის ეს ცუდია. და შვილთან გადავიდა ცოტათი გაუმჯობესებლად ოდნავი ძვრა არის. მამის ვენერა მე ურანის შეერთება, რომელიც შვილს დადებითად გადასცა, შვილმა გადასცა უკვე შეერთებით შვილიშვილს, ჩემი აზრით, შეერთება არის კარგი. ანუ მამიდან ოპოზიცია გადავიდა შვილზე სექსტილით და შვილიშვილზე გადავიდა შეერთებით. აქ უკვე ვხედავთ ძალიან ისეთ აღმასვლას.
ყველა გაუმჯობესდა სიტუაცია, რა თქმა უნდა ძალიან კარგია. წინსვლასთან გვაქვს საქმე, გენეტიკურ წინსვლასთან. შემდეგი არის მერკური პლუტონის ოპოზიცია, რომელიც შეერთებით გადაეცა შვილს და შვილმა გადასცა კვადრატი. აქ უკვე მამამ გაუმჯობესა, შვილმა ჩააგდო. არა გლობალურად, თუმცა მაინც. და შემდეგი არის იუპიტერი პლუტონის სექსტილი, რომელიც შვილს გადასცა მამამ კვადრატი, ანუ ნეგატიური და შვილმა აი ქვევით არის იდენტურად გადასცა თავის შვილს, ან ვარც დაუმუშავებია, თუმცა დეგრადაციაც არ ყოფილა. გადასცა იგივენაირად. შემდეგი აქ არის ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, რომელიც აქვს ყველას. არ არის დამუშავებული, იგივენაირად გადადის თელგვარში. დაზიანებული მზე აქვს ყველას. მარსი ჰაერის სტიქიაში აქვს ყველას. და ნეპტუნი პლუტონის სექსტილი იგივენაირად აქვს სამივე თაობას. შემდეგი აი აქ რომელიც არ არის გაფერადებული, ეს არის ის ასპექტები, რომელიც მამამ შვილს გადასცა, მაგრამ შემდეგში არ გადავიდა სხვაგან. აქ დედა შვილს გადასცა ეს ასპექტები, მაგრამ შვილიშვილზე არ გადასულა. აი მონიშნულია ის, რომელიც გადავიდა. დედისგან რა გადავიდა? სატურნი ნეპტუნის ტრინი, რომელიც შვილს გადასცა ნეპტუნი თხის რქით. ნეპტუნი თხის რქა, აი აქ რომელიც არის, გადავიდა ნეპტუნი თევზებში. აქ არის ძალიან დიდი წინსვლა. ერთი წამი ჩვენ გვინდოდა ნეპტუნი სატურნის. და სად გადავიდა? აი აქ გადავიდა, ანუ სატურნი ნეპტუნი იყო, შემდეგ იყო ნეპტუნი თხის რქა, აქ არის ნეპტუნის და თხის რქის გავლენა და არა ნეპტუნის წინსვლა. და იგივენაირად აი აქ შვილს როდესაც ჰქონდა ნეპტუნი თხის რქაში, გადავიდა ნეპტუნი თევზებში. ვერ მივხვდი, ანუ მაინც აქაც როგორ მოვნიშნე, მაინც ვერ ხვდები. ანუ სატურნი აქ რომ იყო თხის რქაში, ეს უკვე ქვევით არის. სად წავიდა მაშინ ნეპტუნი თხის რქამ? ნეპტუნი თხის რქა აქ საერთოდ არ არის. ანუ ეს არ უნდა იყოს მონიშნული იმის გამო, რომ არ არის. კარგი. შემდეგი არის აქ ნეპტუნი მორიელში, რომელიც დედიდან შვილზე გადავიდა როგორც ნეპტუნი მორიელის, ანუ სექსტილი, მორიელის ნიშანში. და შვილთან ეს ყველაფერი გადავიდა შვილიშვილთან ნეპტუნი პლუტონის სექსტილით. ანუ აქ მორიელი წერია, იმიტომ რომ ნეპტუნს სექსტილი აქვს ბევრ პლანეტასთან მორიელის ნიშანში. ანუ კავშირი არის მაინც. და იგი და შვილიშვილთან უკვე გადავიდა სექსტილით, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის, ანუ წინსვლა აქაც ჩანს. შემდეგ აი აქ ქვევით არის ლილიტი იუპიტერის ტრინი, რომელიც შვილიშვილთან გადავიდა იუპიტერი ლილიტის სექსტილით, ანუ ცოტათი უკან წავიდა ამ შემთხვევაში თაობა. და აქ ისევ მოცემულია ერთი და იგივე ასპექტები, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, ეს ყველაფერი იგივენაირად ქვევით წერია. სულ ეს არის. ისე თუ ასე, რაც რისიდან მინდოდათ რომ გენახათ, აქ რო სახლები ყოფილიყო უფრო მეტი ინფორმაცია იქნებოდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შეიძლება ამ ყველაფრის დეტალურად განხილვა, მაგრამ ანუ არც დრო არის და არც შესაძლებლობა ამ ყველაფრის ჩაჯდომა და ანალიზი ჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რამე შეიძლება გადმოდიოდეს აი მამიდან შვილიშვილზე, შვილის დახმარებით, ანუ რომ გაუმჯობესდა ასპექტები. მე არ მიძებნია ესეთი ასპექტები, რომელიც აქვს მამას ამ შემთხვევაში და არა აქვს შვილიშვილს, მაგრამ არა აქვს შვილს, ანუ ეს არის იგივენაირად ასპექტები, აი მაგალითად, როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში რომ უჩნდება შვილი, რომელსაც აქვს ბაბუის, დიდი ბაბუის თვალის ფერი, მაგალითად, ანუ არის ასპექტები, რომელიც შვილს არ გადასდის, შვილთან არ ჩნდება, მაგრამ შვილიშვილთან არის, ანუ ეს კიდევ ცალკე ასპექტები. ამ შემთხვევაში მე მოვიყვანე ის მაგალითი, რომელიც ძალიან ესე გადადის თაობიდან თაობაზე, ან ტრანსფორმირდება, ან უცვლელად გადადის. ჩვენ არ გვისაუბრია ისეთ ასპექტებზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ბაბუას და შვილიშვილს, თუმცა არ ჰქონდეს შვილს. ესეთიც, ესე ვთქვათ, შესაძლებელია. იგივენაირად არის კავშირი
არა სისხლით ნათესავთანაც, რომელიც ოჯახის წევრია, თუნდაც აყვანილი შვილი, ანუ იქაც იქნება ასპექტები, იმიტომ რომ ეს ადამიანი ტყუილად არ არის მოხვედრილი იმ ოჯახში, მსგავსი ასპექტები მაინც იქნება, შესაძლოა იმდენი არ იყოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში არის ისეთი სიტუაციები, როდესაც დედაშვილთაცაც არ აქვს ბევრი საერთო ასპექტების, თუმცა ექნება შვილს ან მამისგან, ან დედის მამისგან, ან ვინმესგან ექნება აუცილებლად, უბრალოდ ხანდახან დედაშვილსაც არ აქვს იმდენი საერთო, როგორც ესე შეიძლება ნაშვილებს შვილთან უფრო მეტი საერთო კონტესტი და ვიდრე თავის ღვიძლ შვილთან, ესე ერთი თაობის დონეზე ვიძახი. ამიტომ ესე რთულად ესე განსაზღვრა რომ არ არის ჩვენი ოჯახის წევრი, ცოტა რთული სათქმელია, ყველა ადამიანი ხვდება იქ სადაც უნდა იყოს, სადაც მისი ადგილი არის, ესე ვთქვათ. შესაბამისად იქ რაღაც ტყუილად ან არაფერი არ ხდება. ეს ყველაფერი მაგალითია იმის თუ როგორ ევოლუციონირდება ადამიანი, ან პირიქით როგორ დეგრადირდება და ეს ყველაფერი გვარში ამ ყველაფრის გახედვა რამდენად რეალურად იცვლება და აი რა გადმოქცა ჩემმა წინაპარმა რა ვერ დაამუშავე ასევე რაღაცნაირად გადახედავ მთელ გვარს. ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა რა თქმა უნდა სამი თაობა განვიხილეთ და ისიც განვიხილეთ მხოლოდ სამი თაობის 4 მაჩვენებელი, 4 ადამიანი, თავისთავად ამ დედმამას ყავს თავისი მეორე შვილი, იმას კიდევ თავისი ორი შვილი, იმას ცოლი და ცოლთანაც რა თქმა უნდა იქნება კავშირი ასპექტების, ანუ გვარი არ არის მხოლოდ გენეტიკით გადმოცემული ასპექტები, გვარი არის ასევე კარმული ასპექტებიც, რის გამოც ეს ადამიანები თავს იყრიან ერთად. იგივენაირად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შვილის გაჩენამდე ადამიანს უნდა ჰქონდეს დამუშავებული რაღაც კონკრეტული ასპექტები, რომ შვილს ეს ასპექტები გადაეცეს კარგად. ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დედის რეალიზება მოხდა გვიან შვილის გაჩენის შემდეგ. შესაბამისად, ყველა ეს დამუშავებელი დამუშავებაც ვერ მოასწრო, გადაეცა შვილს იგივენაირად. თუ ამ ადამიანს გაუჩნდება მეორე შვილი, დიდი ალბათობით უკვე ეს ყველა ასპექტი გაუმჯობესებული გადაეცემა შვილს, თუ რა თქმა უნდა უკვე რეალურად დამუშავებული აქვს. და რა დონეზე აქვს დამუშავებული, ეს უკვე რა თქმა უნდა შვილის რუკაში გამოჩნდება ასპექტებიდან გამომდინარე, რამდენად რადიკალური არის ცვლილება დედის ასპექტს და შვილის ასპექტებს შორის. გამარჯობა. ჩვენი დღევანდელი თემა არის კარმული ასტროლოგია, თუმცა კონკრეტული ესეთი მიმართულებით, გენეტიკური მიმართულებით, ესე ვთქვათ, საგვარეულო კარმა და ასე შემდეგ, ანუ მთავარი თემა ამ შემთხვევაში იქნება როგორ გადაეცემა ეს გენეტიკური თუნდაც ხასიათის მაჩვენებლები, თუნდაც კარმული რაღაც მომენტები, სამედიცინო, ესე ვთქვათ, პრობლემები, ანუ ნებისმიერი რამე ხასიათიდან დაწყებული, როგორ გადაეცემა თაობებს. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ სამ თაობას, ანუ ეს იქნება მამა, დედმამა, ანუ შვილი და შვილიშვილი. და განვიხილავთ სათითაოდ ყველასგან რომ რა გადმოდის და შემდეგ უკვე ვნახავთ საერთო ჯამში უფრო ესე მასშტაბურად ესე ვთქვათ ამ სამ თაობას რა აქვს საერთო, რომელი ესე ვთქვათ ასპექტები, რომელი კონკრეტული თვისებები ნარჩუნდება. და რომელი არის განსხვავებული, იმიტომ რომ არის კარმულ ასტროლოგიაში რაღაც შეიძლება გადაეცეს უცვლელად, რაც ცუდია, იმიტომ რომ კონკრეტული თვისება ყველა ისე თუ ასე ექვემდებარება დამუშავებას. და თუ ასპექტი გადაეცემა ზუსტად იგივენაირად ცვლილებების გარეშე, ეს ნიშნავს რაღაც კონსერვაციას კონკრეტული თვისების, რომ ეს თვისება არ ვითარდება, არ მიდის წინ. ან თვისება იქნება თუ რაიმე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი მაინც ხასიათიდან გამოდის და შესაბამისად ეს არის ცუდი, როდესაც ერთი და იგივე მეორდება, რადგან უნდა იყოს რაღაც კონკრეტული სახის განვითარება. უნდა ვითარდებოდეს ესე ვთქვათ კონკრეტული ასპექტი, კონკრეტული მდებარეობა, ნებისმიერი რამე რაც გადაეცემა, კარგი იქნება და ცუდი, უნდა განვითარდეს, ანუ უნდა მიდიოდეს წინ ყოველთვის, ან დეგრადირდება, ან წინ მიდის, ან უკან მიდის. ყოველ შემთხვევაში ერთი და იგივენაირად გადაცემა არ არის კარგი. დავიწყოთ და ვნახოთ კონკრეტულ მაგალითზე რა შეიძლება აქ ჩამოვწერე. მამის და შვილის შემთხვევაში აქ რა თქმა უნდა არ არის აი ბევრი არის ხედავთ მსგავსი ასპექტები, თუმცა ადამიანები, ანუ ეს ადამიანები შვილი გაჩნდა 23 წლის შემდეგ მამის დაბადებიდან და მაინც მიუხედავად ამისა ხედავთ რამდენად ბევრი საერთო აქვს მამას შვილს. აი აქ პირველი შემთხვევა არის, ხედავთ მამას ყავს სატურნი ვერძში, შვილს ყავს სატურნი პლუტონის სექსტილი. ამ შემთხვევაში კავშირი იგივენაირია, ანუ სატურნს აქვს მამის შემთხვევაში ვერძისეული ელფერი, ანუ სატურნი მუშაობს ვერძის
ესე ვთქვათ, ფონზე ვერძი აძლევს მას მახასიათებლებს თუ როგორ უნდა გამოვლინდეს სატურნი. შესაბამისად ეს ტრანსფორმაცია აქვს პლუტონისეული სატურნს მამის შემთხვევაში და იგივენაირად შვილსაც აქვს პლუტონის გავლენა სატურნზე, ამ შემთხვევაში უფრო მეტად რბილი, თუმცა დადებითი. ანუ სექსტილი რადგან არის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ცვლილება არის უკეთესობისკენ. თუ იყო სატურნი ვერცხლი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ცუდი მდებარეობა სატურნისთვის, ასეთ ადამიანს აკლია, ესე ვთქვათ, სერიოზულობა, სერიოზულად ვერ აღიქვამს ყველაფერს, უფრო მეტად ესეთი ცანცარა ხასიათის არიან, უფრო მეტად დაუკვირვებლები არიან. ანუ სჭირდება ასეთ ადამიანს უფრო მეტი დასერიოზულება, ესე ვთქვათ. და შვილის შემთხვევაში აქ არის სატურნი პლუტონის სექსტილი. რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ უკვე დადებითი არის ისე თუ ასე მაჩვენებელი უკვე, რომ სატურნის და პლუტონის ანის ტრანსფორმაციის მომენტი ამ შემთხვევაში, შვილის შემთხვევაში გაუმჯობესებული არის, სექსტილი არ არის ძლიერი მაჩვენებელი, თუმცა ისე თუ ასე კარგი მაჩვენებელია, დადებითი მაჩვენებელია, რომ ადამიანს ისე თუ ასე ტრანსფორმაცია სატურნისეული მიმართულებით შედარებით კარგად გამოსდის. შემდეგი აქ არის მამას აქვს ვენერა პლუტონის ტრინი. პლუტონი ამ შემთხვევაში რეტროგრადულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მართავს ვერცხლსაც და მორიელსაც. და შვილს ყავს ვენერა მორიელში. ამ შემთხვევაში შებრუნებული არის, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ვენერა პლუტონის ტრინი არის მამასთან ანუ დადებითი მაჩვენებელია, ეს იქნება ტრანსფორმაცია ფინანსებში, ტრანსფორმაცია სიყვარულის თემებში, ანუ ზოგადად ტრანსფორმაცია დადებითი ვენერასეულ მომენტებში, ესე ვთქვათ. და აქ ვქვევით ჩვენ გვაქვს შვილთან ვენერა მორიელი, რაც არის ცუდი სიტუაცია, ანუ ცუდი არის, ვენერა სუსტია საკმაოდ მორიელში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თვისება, კონკრეტული თვისება გაუარესდა. უარესობისკენ წავიდა ამ შემთხვევაში. სარიცხ მანქანას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხო. ანუ ამ შემთხვევაში ნეგატივისკენ წავიდა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მამამ ვერ დაამუშავა ეს კონკრეტული ასპექტი, ვერ გადასცა შვილს უკეთესო გაუმჯობესებული ვერსია, ვერც შეინარჩუნა, ესე იგი, რაღაც უფრო მამისკენ შეგვიძლია ვევარაუდოთ, რომ ფინანსებში და სიყვარულში ცოტა რეგრესი ქონდა, ტრანსფორმაციას ვერ მიაღწია, ესე ვთქვათ, თუმცა შესაძლებლობები ვხედავთ, რომ ტრინიდან გამომდინარე არ იქნებოდა ცუდი, თუმცა შვილს გადაეცა ვენერა მორიელში. შესაბამისად, შვილმა თავიდან ის რაც მამამ ვერ დაამუშავა, გადაეცემა უკვე უფრო ნეგატიურად და შესაბამისად იქნება პრობლემა. იგივე არის ეს სამედიცინო სფეროში, თუ მამას ქონდა მაგალითად ექნებოდა ჯანმრთელი ყელი, ну ეს ერთი ასპექტია, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ერთი ასპექტიდან გამომდინარე, რომ იმსჯელოს და არა საერთო სურათიდან გამომდინარე, აქ ვენერა კარგი არის მამის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, იმით უმეტეს ყუროში დგას და ანუ ყელთან პრობლემა, თირკმელთან პრობლემა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული ასპექტიდან გამომდინარე მამას არ აქვს, თუმცა შვილთან ვენერა მორიელშია, შესაბამისად შვილს აქვს უკვე ყელის პრობლემები, საშვილოსნოს პრობლემები, შვილი გოგო არის. თირკმელი, ანუ აი ეს პრობლემები უკვე შვილს აქვს, სამედიცინო პრობლემები, ის რაც მამას არ აქვს, თუმცა მამამ ვერ დაამუშავა კონკრეტული ასპექტი, შესაბამისად შვილს გართულებულად გადაეცა. ზევით შემთხვევაში უფრო პირიქით არის, იმიტომ რომ მამას აქვს დაზიანებული სატურნის შესაბამისად პრობლემები კბილებთან, ну სამედიცინო მიმართულებით. პრობლემები მამასთან ცხოვრებაში, მამის სუსტი როლი, ძვლების პრობლემები, რომელიც შვილს ამ შემთხვევაში არ აქვს, იმიტომ რომ სატურნი პლუტონის ტრინი გადაეცა ამ შემთხვევაში. ისედაც სატურნი დღის რქაში ყავს, შესაბამისად მამის ფიგურა შვილის შემთხვევაში დადებითია. შემდეგი აქ არის ვენერა ურანის ტრინი, რაც აქვს მამას და შვილს აქვს უკვე ვენერა ურანის სექსტილი. აქ ცოტათი რეგრესია არის, ვხედავთ, რომ სიყვარულში მამას უფრო დადებითი აქვს, ანუ ესეთი ცოტა ცვალებადი, უფრო ექსტრავაგანტული, განსხვავებული სიყვარული ექნება მამას, ფინანსებით ესე ვთქვათ, ცოტა ისეთი და შვილის შემთხვევაში აქ უკვე სექსტილი არის, შესაძლებლობები შედარებით უფრო ნაკლები არის შემცირდა, ესე ვთქვათ, უკან წავიდა ცოტათი, არა რადიკალურად. შემდეგი არის ვენერა იუპიტერის სექსტილი, რომელიც ყავს მამას, აქვს მამას რუკაში და შვილს აქვს ვენერა იუპიტერის კვადრატი. აქაც გართულებულია სიტუაცია, თუ მას ქონდა ფინანსებში დიდი შესაძლებლობები, ეს ორი ერთად პლანეტა ძალიან კარგი არის, ეგ ფინანსებისთვისაც, სოციალური წინსვლისთვისაც, სიყვარულისთვისაც და ვენერა იუპიტერის შემთხვევაში, როდესაც კვადრატია შვილის შემთხვევაში, აქ უკვე სოციალური პრობლემები არის, რომ უფრო მეამბუხე ხასიათი აქვს ისეთ ადამიანს, ანუ დაზიანებულია სოციალური იმიჯი, ესე ვთქვათ. იგივენაირად პრობლემები სიყვარულში, პრობლემები ფინანსებში, ну კვადრატი არ არის ოპოზიცია, გლობალური არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც პრობლემაა.
შესაბამისად, აქაც რეგრესი გვაქვს სახეზე. შემდეგი არის ვენერა მერკურის სექსტილი, რომელიც გადავიდა უკვე შვილთან ვენერა მერკურის სექსტილი, ხო, გადავიდა ვენერა მერკურის შეერთებით. ეს არ არის ცუდი, შეერთებას რა თქმა უნდა აქვს მინუსის და პლუსის, თუმცა ზოგადად იერარქიულ წყობაში ეს თუ ასპექტებს შევადარებთ, შეერთება ყოველთვის არის ყველა ასპექტზე ერთი თავით მაღლა. იმიტომ რომ იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობებს, ეს არის პლუსის და მინუსის და აქ გარჩევანი, რომ შენ შეგიძლია განავითარო ეს კონკრეტული ასპექტი, როგორც დადებითი მიმართულებით, ასევე ნეგატიური მიმართულებით. ანუ ეს შენი არჩევანი არის, არჩევანს როდესაც გაძლევს ასპექტი, ეს რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ ეს ბევრად უფრო, ანუ მაღლა წავიდა ამ შემთხვევაში ვენერა მერკური შესაძლოა მამამ დაამუშავა ის თუ ასე. თუმცა რა თქმა უნდა შეერთების მინუსიც აქვს. რა შეიძლება იყოს ვენერა მერკური პლანეტარულ დონეზე, ჩვენ აქ ვხედავთ რომ საათები არ ვიცით მამის შემთხვევაში და შემდეგაც არ გვეცოდინება არც დედის შემთხვევაში და შესაბამისად ჩვენ ვაანალიზებთ მხოლოდ პლანეტარულ დონეზე ასპექტებს, იმიტომ რომ არ ვიცით სახლები, არ ვიცით მმართველები, რომელ სახლს მართავენ ეს პლანეტები, შესაბამისად ჩვენ ესე კონკრეტულად დეტალებში ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ ასპექტებზე, ვისაუბრებთ აი ესე ზედაპირულად პლანეტარულ დონეზე. და მერკური იუპიტერის სექსტილი ამ შემთხვევაში იქნებოდა უფრო შემოქმედებითი მიმართულება, ესე ვთქვათ, რომ ამ ადამიანს კარგად გამოსდის ლაპარაკი, კარგი მოსაუბრე, ინტუიციური, ესე ვთქვათ, ლამაზად საუბრობს, კარგად საუბრობს. თუმცა, ანუ სიყვარულშიც ესე უფრო კარგად გამოსდის საუბარი, ანუ შეთავსება, ესე ვთქვათ, კომუნიკაციის დონეზე. იგივენაირად შეიძლება იყოს ფინანსების შესაძლებლობა ინტელექტუალური სფეროდან, თუმცა შედარებით ეს მაინც სექსტილი არ არის ისეთი დიდი გლობალური შესაძლებლობები და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მერკური იუპიტერის შეერთება შვილთან, რომელიც უფრო მეტად ამძაფრებს ამ ყველაფერს, შესაძლებლობები მეტი აქვს. თუმცა იქნება მინუსების და მით უმეტეს შვილის შემთხვევაში ვენერა მერკურის შეერთება მორიელში დგას, ვენერა ამ შემთხვევაში მერკურის კარგად აზიანებს. შესაბამისად, ანუ ნეგატივიც ექნება ამ ყველაფერს. შემდეგი არის მერკური ურანის შეერთება, რომელიც აქვს მამას და გადავიდა მერკური ურანის სექსტილით შვილთან, ეს დადებითია, კარგია. ოპოზიცია მამამ იმდენად დაამუშავა, ეს ოპოზიცია ჩვენ ვიცით, რომ რთული ასპექტია საკმაოდ, მისი დამუშავება არ არის სახუმარო ამბავი. შესაბამისად, რომ დაამუშავა, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, ოპოზიციის დამუშავება და შვილთან გადავიდა სექსტილით. მშვენიერია. ანუ მამას ჰქონდა პრობლემა კომუნიკაციასთან, ანუ შედარებით უფრო ესეთი ექსტრემალური კომუნიკაცია ჩანს, ხედავთ მერკური არის თევზებში და ურანი არის ქალწულში, ანუ ურანი ითხოვს უფრო მეტ სისტემატიზაციას, წესების მიყოლას, მეტრონმანია, შედარებით უფრო მეტად დისციპლინირებულია, როდესაც მერკური არის თევზებში, უფრო ემოციურად მოქმედებს, ემოციურია, ლოგიკა აკლია, უფრო მეტად სუბიექტურია და ჩვენ ვიცით, რომ ურანი არის მერკურის უფრო გაუმჯობესებული ვერსია, ესე ვთქვათ. შესაბამისად, აი ესე ვთქვათ, შინაგანი კონფლიქტი ხასიათში ამ ადამიანმა დასძლია და შესაბამისად შვილს გადასცა უფრო კარგი ასპექტი, დამუშავებული ასპექტი, რომელიც დასაწყისისთვის მშვენიერი არის მერკური ურანის სექსტილი. შემდეგი არის მერკური პლუტონის ოპოზიცია, რომელიც აქვს მამას და გადავიდა მერკური პლუტონის შეერთებით და ამ შემთხვევაში პლუტონი ძლიერია, რადგან მორიელში დგას. შესაბამისად ესეც კარგი შესაძლებლობებია შვილისთვის. შემდეგი არის ვენერა ნეპტუნის ოპოზიცია, რომელიც აქვს მამას და გადავიდა შვილთან ვენერა ნეპტუნის სექსტილით. ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. რომ ამ ადამიანს აი ვენერა ნეპტუნის ოპოზიცია შესაძლოა ქონოდა სიყვარულში იმედგაცრუება, ილუზიები, იგივენაირად ფინანსურ სფეროშიც ექნებოდა. ანუ ამ ადამიანს აი ნეპტუნი მორიელში ყავს და უფრო სიღრმისეული, ესე ვთქვათ, ისეთი ჭირდება სიტუაცია ზოგადად, ანუ ცოტა უფრო სიღრმე და ვენერა ყავს კუროში, რომელიც ითხოვს უფრო მეტ სტაბილურობას, უფრო მეტ რეალისტობას და უფრო მეტ პრაქტიკულობას. შესაბამისად, ეს შინაგანი კონფლიქტი დასძლია, გადავიდა შესაბამისად ასპექტი შვილთან უფრო დადებითი მახასიათებლით. შემდეგი არის ურანი ნეპტუნის სექსტილი, რომელიც არის მამის რუკაში და შვილთან არის ურანი ნეპტუნის შეერთება. ასევე არ არის ცუდი, მე ვთვლი, შესაძლებლობებს იძლევა უფრო მეტს, არჩევანს იძლევა. შემდეგი არის მარსი იუპიტერის კვადრატი, რომელიც არის მამის რუკაში და ასპექტი გადავიდა დადებითად მარსი იუპიტერის სექსტილი. ესე ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. თუ მამის შემთხვევაში ადამიანის ქცევები ცოტა სოციუმთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, შვილის შემთხვევაში წინააღმდეგობაში არ მოდის კონკრეტულად აი ეს ქცევები.
ეს არის ესე ვთქვათ განსხვავება, რაც ასპექტი იყო და რა ხდა შვილის შემთხვევაში, როგორ გადაეცა. ქვევით მოცემული არის ის, რაც საერთო არის, რომელიც გადაეცა ესე ვთქვათ უცვლელად. ეს არის ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, რომელიც აქვს ორივეს ცეცხლის სტიქიაში და ზოგადად ამ ოჯახს. 10 ლამის ყველას ლილიტი აქვს ცეცხლის სტიქიაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ქმედებები ან ხასიათი ზოგადად ეს ლილიტის ძლიერი სურვილი, რომელსაც ლილიტი იძლევა ცეცხლის სტიქიაში არის ძალიან იმპულსური და შესაბამისად უკონტროლო. ანუ აქტიური რაღაცის სურვილი აქვს ამ ადამიანს და უკონტროლო, ესე ვთქვათ, უფრო მეტად ესეთი ფიცხი. შესაბამისად აი მამის რუკაში აქ ვერძში არის ლილიტი და სატურნს უერთდება და მზეს უერთდება, შესაბამისად ამ ადამიანის ქცევა იქნება ძალიან ფიცხი, სურვილიდან გამომდინარე და აი მუდმივად რაღაც აქტიურობის და რაიმე ნაბიჯის გადადგმის სურვილი როდესაც აქვს ადამიანს, დაუფიქრებელიც რა თქმა უნდა, ვერძშია. აქ არის შვილის შემთხვევაში მშვილდოსანში ისევ ცეცხლის სტიქიაში და ოპოზიცია აქვს მარსთან. შესაბამისად ამ ადამიანის ქცევაც ძალიან დაუფიქრებელი შეიძლება იყოს. აქ ლილიტი მშვილდოსანში შესაბამისად ქცევები იქნება უფრო რაღაც ფილოსოფიური აღქმიდან გამომდინარე, უფრო ისეთი ფართო მასშტაბით იყურება ეს ადამიანი, თუმცა პრაქტიკულობასთან ცოტა პრობლემები ექნება, რადგან აი მარსი ტყუპებში ყავს, უფრო მეტად ადაპტირებული მარსი ყავს და ცოტა პრობლემა არის შინაგანი კონფლიქტის მხრივ. ესეც რა თქმა უნდა მხოლოდ პლანეტარულ დონეზე ჩვენ ამ ყველაფერს ვაანალიზებთ და ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი, ეს მთლიან ადამიანზე ესე ზოგადად არაფერს არ გვაძლევს, ეს არის ერთი, ესე ვთქვათ, მინიშნება, ერთი კონკრეტული მოცემულობა, როდესაც ყველაფერი გაანალიზდება და შეიკრიბება, მე უკვე შეგვეძლება უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ ადამიანი როგორია. არ შეგეშალოთ, რომ ჩვენ ახლა კონკრეტულ ასპექტზე ვსაუბრობთ და არა ზოგადად ადამიანი როგორ იქცევა. შემდეგი არის პრობლემა დაზიანებული მზე. ორივე რუკაში, რომელიც საუბრობს მამის შედარებით ცუდ როლზე ამ შემთხვევაში, ნაკლებ ენერგიაზე, ნაკლებ იმუნიტეტზე, აი რაღაც ესეთ თემებში, თუმცა როგორც ესეთი მამას, აი ლილიტი რომ არ ისე გულთან პრობლემას ამედიცინო მიმართულებით, შვილს საკმაოდ დაზიანებული აქვს მზე, მამასაც არანაკლებ, არანაკლებ როგორ ნაკლებ, თუმცა მაინც დაზიანებულია ლილიტთან შეერთების გამო და შესაძლოა სატურნთან შეერთების გამოც. და ისე თუ ასე მზე მამის რუკაში საკმაოდ პასიურია, რაც ნიშნავს იმას, რომ მამას დიდად მის ცხოვრებაში ესე როლი ესე ვთქვათ, არ ქონდა მამას მის ცხოვრებაში რაღაც დიდი როლი. ძალიან პასიური არის მამა. შემდეგი არის მარსი, კარმული გავლენის ქვეშ. ჩვენ ხედავთ, რომ შვილის რუკაში მარსი ლილიტს უკავშირდება და ლილიტი ზოგადად კარმული ობიექტია, ასევე მარსი რეტროგრადულია იგივენაირად კარმული, ესე ვთქვათ, მიზნის მისიის ცვლილებას ნიშნავს. ანუ ზოგადად კარმული გავლენა ამ რუკაში საკმაოდ ისე აქტიური არის, ჩვენ ხედავთ კარმულ კვანძებსაც. და მამის შემთხვევაში მარსი არის შეერთებული კარმულ კვანძთან პირდაპირ, ანუ ისიც იგივენაირად მარსიც კარმული გავლენის ქვეშ. რაც შეიძლება ეს ნიშნავდეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების ქცევა, როგორც მამის ისევე შვილის, იგივენაირად არის ქვეცნობიერიდან განპირობებული, მისი მართვა, მათი ქცევების მართვა არის პრობლემატური, ორივეს მარსთან რეტროგრადში აქვს, შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება სამუშაო, ანუ ესეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ცხოვრების პირველ ნახევარში ლამის გარანტირებულად უშვებენ ბევრ შეცდომას. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა განვითარება დამოკიდებულია პირადად ადამიანზე, რამდენად თვითონ იმუშავებს საკუთარ თავზე. ორივე საერთო აქვს მარსი ჰაერის სტიქიაში და რეტროგრადული. ვხედავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქცევები შედარებით უფრო ზედაპირულია, ჰაეროვანი, ესე ვთქვათ, მაინც და მაინც სიღრმე მათ ქცევებს არ აქვს. შემდეგი არის ნეპტუნი პლუტონის სექსტილი. ეს ორივე ასე ვთქვათ ნელი პლანეტებია და შესაბამისად ლოგიკურია, რომ დიდათ არ შეცვლილა, თუმცა მეორეს მხრივ 23 წლიანი ასპექტი არც ერთ მას არ ახასიათებს. პლანეტას შესაბამისად დაემთხვა. ეს რა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ განვითარება, ანუ პლუტონისეული ტრანსფორმაცია ამ შემთხვევაში ხდება ნეპტუნის დახმარებით, ანუ ან ეზოთერიკული მიმართულებით, ან ხელოვნების შემოქმედების მიმართულებით, რაღაცა ესეთი შეიძლება ინტერპრეტაცია მოუძებნოთ ამ ასპექტს კონკრეტულად პლანეტარულ დონეზე. შემდეგი არის ორივეს ლილიტი აქვს მე-10 გრადუსზე. აქ არის 10.53. აქ ცოტა სადავო თემა არის, იმიტომ რომ აქ ლამის 11 აქვს, მაგრამ
და აქ არის ძალიან 10 გრადუსი შეიძლება იქ ცოტათი გადაცდომა. კარგი, ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის, შეგვიძლია არც ჩავთვალოთ, იმიტომ რომ რეალურად ეს უკვე 10 და 53-ია და ეს ზუსტად 10 არის. ანუ მაინც 1 გრადუსია, ესე ვთქვათ. და ესეც რა თქმა უნდა კარნულ ასტროლოგიაში ითვლება ერთი და იგივე ასპექტი, ერთი და იგივე გრადუსი, თვითონ გრადუსს აქვს კონკრეტული დახასიათება და შესაბამისად ის რომ ერთი და იგივე გრადუსი მეორდება, ნიშნავს იმას რომ ეს გრადუსის მახასიათებელი არ არის დამუშავებული მამასთან და შესაბამისად გადაეცა შვილსაც. იგივენაირად არის 17 გრადუსი. არ არის აუცილებელი რომ გრადუსი იყოს კონკრეტულ ერთი კონკრეტული პლანეტა ან კონკრეტული ნიშანი იყოს, ამ ნიშანში იყოს ეს გრადუსი. ზოგადად გრადუსია საუბარი, ანუ ნებისმიერი ნიშნის 17 გრადუსი, მაინც 17 გრადუსია და ყველა ნიშნის 17 გრადუსს აქვს საერთო მახასიათებლებიც. შესაბამისად დასამუშავებელი აქაც 17 გრადუსი, რომელიც მამიდან გადაეცა შვილს. ეხლა მე რა თქმა უნდა თავის დროზე მოვძებნე, მაგრამ ეხლა ზეპირად ესე როდესაც მოვემზადე მახსოვდა, მაგრამ უკვე არ მახსოვს, სანამ მე ეს ყველაფერი ჩავწერე. მოკლედ, აქაც იგივე თემაა, რომ ესეც დასამუშავებელია 17 გრადუსი. ზეპირად ვერ გეტყვით ეს გრადუსი რას ნიშნავს, არ მახსოვს სამწუხაროდ. გადავიდეთ დედაშვილის რუკაზე. იგივე შვილი არის და ანუ დედის დრო რა თქმა უნდა არ ვიცით. სამწუხაროდ. და დავიწყოთ რა შეიძლება იყოს. აქ შედარებით უფრო ნაკლები არის მონაცემები, ხედავთ, საერთო, ანუ შვილი მაინც უფრო მამისკენ, მამიდან უფრო მეტი მიიღო, ესე ვთქვათ. ან შესაძლოა აქ არ მქონდეს ის მაჩვენებლები, რომელიც დედას და მამას ერთნაირი აქვს და ერთნაირად გადადის შვილზე, იმიტომ რომ რეალურად დედ-მამა ერთ და იგივე წელს არიან დაბადებულები, ანუ ბევრი ასპექტი იმათაც ერთნაირი ექნებათ. აქ არის მზე მერწყული დედის შემთხვევაში, შვილის შემთხვევაში მთვარე მერწყული, ანუ მერწყულისეული გავლენა, ზოგადად როგორც ესეთი მერწყულის ნიშნის, მერწყულის პრინციპის გავლენა, რომ ორივე ისე თუ ასე დამოუკიდებელი არის და დამოუკიდებელია შრომის მოყვარე, თავისუფლების მოყვარული ადამიანი, რომელსაც ეს ჩარჩოებში ჩაჯდომა არ უყვარს. შემდეგი არის ვენერა ნეპტუნის კვადრატი, რომელიც აქვს დედას, ესეც იმედგაცრუება, ის როგორც მამას ჰქონდა, სიყვარულში იმედგაცრუება, ფინანსებში, ილუზიები, ეს ყველაფერი გადაეცა შვილს დადებითად. აქ არის ვენერა ნეპტუნის სექსტილი, ზევითაც ჰქონდა, ანუ ეს დაამუშავა ამ ადამიანმა. შემდეგი არის მარსი იუპიტერის კვადრატი, რომელიც ასევე მამასაც ჰქონდა და შვილს გადაეცა დადებითად. ურანი ნეპტუნის სექსტილი არ მახსოვს იყო თუ არა მამასთან და ესეც გადაეცა ძალიან ისეთი ასტროლოგიური ასპექტია. გადაეცა შეერთებით, რაც რა თქმა უნდა კარგია. შემდეგი სტელიუმი მერწყულში ყავს დედას. აი, სამი პლანეტა ყავს. არ არის კლასიკური სტელიუმი, მაგრამ მაინც სტელიუმია. და შვილს ყავს მთვარე და რახუ მერწყულში. შვილს ხო, ანუ მერწყულის გავლენა ის თუ ასე მაინც ძლიერი არის. იგივე არის რაც ფაქტიურად რაც ზევით მზე და მთვარე დავწერეთ, უბრალოდ უფრო მეტი გავლენა აქვს მერწყულის პრინციპს ამ შემთხვევაში, ვიდრე მხოლოდ მზე და მთვარეა. ორივეგან კეტუ დედასთან კეტუ არის მორიელში და შვილთან სტელიუმი არის მორიელში. ესეც არის მაჩვენებელი, ანუ ზოგადად ითვლება რომ სტელიუმი არის როგორც ერთი ინკარნაცია. ანუ სტელიუმის დახასიათება, ესე ხასიათდება სტელიუმი და თუ ადამიანს აქვს სტელიუმი, სტელიუმი აჩვენებს მის ერთ კონკრეტულ ერთ ინკარნაციაზე. ანუ ის მთელი ინკარნაცია, რაც იმ ადამიანმა დაამუშავა, ესე ვთქვათ, რაც გაიარა, ეს ყველაფერი ამ ადამიანს მოყვება ცალკე სტელიუმის სახით. ესე ვთქვათ. და იქიდან გამომდინარე, რომ დედას კეტუ ყავს სტელიუმში, ანუ კეტუ ყავს მორიელში. აი, აქ არის მორიელში კეტუ ყავს. შესაბამისად, დედას მორიელისთვისებები აქვს წინა ცხოვრებაში დამუშავებული და შვილი გადის ამას ახლა. რადგან სტელიუმი ყავს მორიელში, ანუ დედამ შესაძლოა ასწავლოს შვილს ბევრი რამე, იქიდან გამომდინარე, რომ მას წინა ცხოვრებაში ეს ყველაფერი უკვე გავლილი აქვს, არ ახსოვს, მაგრამ ინტუიციურად, ქვეცნობიერად ეს ყველაფერი მასში არის. შემდეგი არის ურანი სატურნის ოპოზიცია, რომელიც აქვს დედას. ეს არის ცოტა ისეთი არასტაბილური სატურნის გამოვლენა, ესე ვთქვათ. ცოტა უფრო ცოცხალი, ესეთი ექსტრემალური სატურნი არის, რომელსაც უჭირს დისციპლინა, ან დისციპლინაც რაღაც ისეთი განსხვავებული აქვს და მსხვერპლობა ზოგადად დედას ურანის გავლენით და ამ შემთხვევაში
შვილზე გადავიდა ურანი თხის-რქაში. ანუ ისევ თხის-რქასთან კავშირი, უბრალოდ ამ შემთხვევაში თხის-რქა რაღაც ფონად არის და ამ შემთხვევაში ურანი უფრო არის მოქცეული თხის-რქის გავლენის ქვეშ, ანუ თხის-რქა უფრო ძლიერი გამოდის ურანზე, რადგან ურანი მოქმედებს თხის-რქის კარნახით და ამ დედის ასპექტის შემთხვევაში აქ ოპოზიცია არის, რომ ურანი ცალკე არის, სატურნი ცალკეა და ერთმანეთს ბალანსირება ჭირს ამ შემთხვევაში და რომელიმე უნდა დათმოს. ანუ გაუმჯობესებულია, მე ესე ვთვლი, სატურნმა გაიმარჯვა იმ შემთხვევაში. შემდეგ არის სატურნი ნეპტუნის ტრინი, რომელიც გადაეცა როგორც ნეპტუნი თხის-რქაში. და არის ლილიტი სატურნის შეერთება. ანუ ეს არის დედასთან გადავიდა სატურნი თხის-რქაში და ამ შემთხვევაში რადგან ლილიტი სატურნის შეერთება არის დედასთან. ანუ ლილიტი აძლიერებს სატურნს, ამ შემთხვევაში ეს თევზებშია ეს ყველაფერი, ანუ სატურნი თვითონ თევზებში დგას და ლილიტის ძლიერი სურვილი მოქმედებს სატურნზე შედარებით დადებითად, სატურნი ვითარდება და შესაბამისად დედასთან შვილთან უკვე გადადის სატურნი თხის-რქაში, ანუ ყველაზე კარგი მდებარეობა სატურნის. ანუ ამ შემთხვევაშიც ესეთი ვარიანტია, რომ ლილიტმა უშველა სატურნს დაამუშავა ამ ადამიანმა სატურნის მდებარეობა და შესაბამისად გადავიდა შვილთან უფრო კარგი მონაცემით. აქ ხა სამედიცინო ასპექტები დამავიწყდა, გაგვიგრძელდება, მაგრამ ანუ იგივენაირად ეს ხასიათიც გადადის, იგივე ასპექტი შეიძლება როგორც ინტერპრეტირდეს, როგორც სამედიცინო ასტროლოგიაში კონკრეტული მახასიათებლები, რომელიც ქონდა დედას და შვილთან გაუმჯობესებული, ან პირიქით დედას სუსტად ქონდა გამოხატული და გაძლიერდა შვილთან, ესეთი თემატიკა. შეიძლება ანუ ხასიათიდან, თვისებიდანაც სახლები რომ ვიცოდეთ უკვე კონკრეტულ სფეროებსაც შევეხებოდით, თუ ეს კონკრეტული სფერო შეიძლება ეხება ფინანსებს, ან პირადს რაც გადავიდა შვილთან უფრო გაუმჯობესებულად. ანუ კონკრეტულად აი ესე თემები აქ უკვე არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ სახლები არ ვიცით. რაც აქვს საერთო, რაც გადავიდა უცვლელად. ნუ ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, რაც უკვე ვისაუბრეთ. მარსი ჰაერის სტიქიაში, ისევ ვისაუბრეთ, მარსი დედას სასწორში ყავს. და მგონი მამასაც. დაზიანებული მარსი. ამ შემთხვევაში სასწორში მარსი ისედაც დაზიანებულია, სუსტია და იუპიტერთან ოპოზიციაში არის. შემდეგი ფიგურა საქანელა აქვს ორივეს, ესეც არის საერთო, იმიტომ რომ ზოგადად საქანელას ფიგურა ორ სფეროში განვითარებას გულისხმობს, რომ ადამიანი, ესე ვთქვათ, ადამიანს უჭირს ორი მიმართულებით მუშაობა, მაგრამ იძულებულია, ესე ვთქვათ, ორ ფრონტზე თანაბრად ის არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ოჯახი და სამსახური, ან რაღაც პირადი და საკუთარი განვითარება და მეუღლეზე ზრუნვა, ოჯახზე ზრუნვა, ანუ გააჩნია ამ შემთხვევაში სახლებს, აქაც დრო რა თქმა უნდა გვჭირდება. მაგრამ აქ ესეთი თემატიკაა, რომ ზოგადად აი ეს ფიგურა გადავიდა უცვლელად, რომ დედასაც იგივე პრობლემა ჰქონდა და შვილსაც იგივენაირად ორ სფეროში უწევს პარალელურად მუშაობა. კარმული გავლენა მზის და მზეზე და მერკურიზე კარმული გავლენა, ანუ კარმას ეწინააღმდეგება ორივე შემთხვევაში მზეც და მერკურის კარმულ განვითარებას. დედის შემთხვევაში აქ დიდი კვადრატია და თვარეც ეწინააღმდეგება მზეც და მერკურის კარმულ განვითარებას. ну ეს ეწინააღმდეგება კვადრატია, ამის დამუშავება შესაძლებელია, თუმცა დიდი კვადრატი რა თქმა უნდა როგორც კონფიგურაცია ძალიან რთული და სამუშაოებელია. თვითონ ერთი კვადრატი ლოგიკურია და შესაძლებელია დამუშავება ერთი ასპექტის როგორც კვადრატის, მაგრამ დიდი კვადრატი როგორც კონფიგურაცია უკვე პრობლემური და სამუშაოებელია. ეს შეიძლება იყოს მამის კარმული გავლენა ცხოვრებაში. და მერკურის შემთხვევაში, ანუ ინტელექტი, კომუნიკაცია, მსგავსი თემების გავლენა კარმაზე, რომ შესაძლოა ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, აზროვნების უნარი, ცოტა, ანუ აზროვნების, როგორ ვთქვა, აი როგორც აზროვნებს, სტილი. ცოტათი ეწინააღმდეგებოდეს იმას, რასაც ეს ადამიანი ახლა კონკრეტულ ცხოვრებაში ამუშავებს, რაც უნდა დაამუშავოს. იგივენაირად არის შვილის რუკაშიც, კარმულ კვანძებს ეწინააღმდეგება ამ შემთხვევაში მზეც, მერკურიც და ვენერაც. აქაც იგივე პრობლემა. რომ ისევ მამის ფიგურა, ესე ვთქვათ, უშლის ხელს კარმულ განვითარებას. რა თქმა უნდა, სიტუაცია ორივეგან განსხვავებულია, იმიტომ რომ ნიშნები სხვადასხვა და სავარაუდოდ სხვადასხვა სახლებშიც დგანან. აი, აქ ჩვენ უბრალოდ პლანეტარულ დონეზე მარტო ვაანალიზებთ. საერთო არის ასევე პლუტონი ლილიტის ტრინი, რაც ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე ლილიტის აი ეს ენერგია ეხმარება პლუტონს, პლუტონი რა იყო და იუპიტერს, აქ ლილიტი იუპიტერის ტრინი გვაქვს, ანუ ლილიტი ძლიერი ენერგია ეხმარება იუპიტერს წინსვლაში.
აქაც იგივე გვაქვს შვილის რუკაშიც. ეს არ არის ცუდი, ეს არის კარგი მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში ლილიტის ნეგატიური ენერგია გამოიყენება დადებითად. პლუტონი ნეპტუნის სექსტილი ისევ აქტიურია და საერთო აქვთ 21 გრადუსი. 21 გრადუსი. შვილის შემთხვევაში მე აქ ვერ ვხედავ 21 გრადუსს. მგონი შეშლილი, მაგრამ მე 12 გრადუსი არის. ანუ აი აქ და აქ რახუ დგას მე 12 გრადუსზე, აქ მერკური დგას მე 12 გრადუსზე, კეტუ დგას თავისთავად მე 12 გრადუსზე და აქ ჩვენ გვაქვს ნეპტუნი მე 12 გრადუსზე. აქ 21 არ არის, აქ არის მე 12 გრადუსი. ხო, ეს არის საერთო რაც დასამუშავებელია და რაც გადავიდა უცვლელად, ეს ძალიან ბევრი რამ გადავიდა უცვლელად დედის და მამის შემთხვევაშიც ორივეგან, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი მაჩვენებელი. შემდეგი. ეხლა უკვე ჩვენ გვაქვს აი ეს დედმამა და იყო შვილი და შვილის და შვილიშვილის, ანუ ეს შვილიშვილი არის ამ ადამიანის შვილი. ეხლა ვნახოთ ამათმა რა გადაცეს ერთმანეთს და შემდეგ უკვე შევაჯამებთ ყველა ამ თაობას. ამ შემთხვევაში დედის მერკური ურანის სექსტილი გადავიდა შვილთან როგორც შეერთება, ეს დადებითია. ჩემი აზრით. შემდეგ არის მერკური პლუტონის შეერთება დედასთან, რომელიც გადავიდა შვილთან მერკური პლუტონის კვადრატიც, ეს არის ცუდი, ნეგატიური უკუსლა გვაქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მერკური პლუტონის შეერთება, რომელიც იძლევა ძალიან დიდ მით უმეტეს მორიელში, ძალიან დიდ პოტენციალს ინტელექტუალური საქმიანობისა, თუნდაც ოკულტური საქმიანობის, სიღრმისეულ ანალიზს, ანუ ეს გონებრივი მაჩვენებელი, რაც ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში, არ იქნა გამოყენებული ამ ბავშვის დაბადებამდე. შესაბამისად, რადგან არ იქნა დამუშავებული, გადაეცა შვილს უფრო ნეგატიურად კვადრატის სახით. შემდეგი არის ლილიტი იუპიტერის ტრინი, რომელიც ჰქონდა შვილს ამ ადამიანს და გადაეცა თავის შვილს სექსტილის სახით, ეს მაინც რეგრესია. უფრო სუსტი გავლენა აქვს ლილიტს იუპიტერზე, თუმცა მაინც დადებითია. შესაბამისად, რეგრესია არ იყო რაღაც ისეთი გლობალური. შესაძლოა უბრალოდ ამ ადამიანმა შვილის გაჩენამ და ვერ გამოიყენა ლილიტის ეს პოტენციალი. შემდეგი დედას აქვს ვენერა მორიელში და შვილს ყავს ვენერა ვერძში სექსტილით მარსთან. ამ შემთხვევაში დიდი წინსვლა ყოფილა, ანუ წინსვლა მაინც არის, ესე ვთქვათ, მცირე, იმიტომ რომ მაინც სექსტილია მარსთან, ანუ მორიელის გავლენა მაინც სიტუაცია ცოტა დადებითი იძლევა, მაგრამ ვენერა მაინც ვერძშია, შესაბამისად მაინც ცუდი გავლენა არის, ვენერა გაუმჯობესებული დიდად არ არის. სულ ცოტათი არის პროგრესი. შემდეგი არის მზე ვენერას შეერთება და შვილს ყავს მზე კუროში. ანუ ეს ვენერას გავლენა გადადის. ესე იგი მზე ვენერას შეერთება ის თუ ასე ადამიანმა დაამუშავა, რომ მისი მზე მორიელში გახდა უფრო ქალური. რაღაც მხრივ ცოტათი კუროს გავლენა გადმოეცა და შესაბამისად შვილს გადაეცა ესე მზე კუროში. შემდეგი არის პლუტონი სატურნის სექსტილი, რომელიც შვილს გადაეცა, როდესაც პლუტონი დგას პირდაპირ თხის რქაში. ესეც არ არის ცუდი, ჩემი აზრით, რადგან სატურნს მიეცა, ესე ვთქვათ, დადებითად გადმოვიდა ეს პლუტონის მახასიათებლები სატურნზე და ეს ადამიანი გახდა პასუხისმგებლიანი, დისციპლინირებული, რადგან სატურნი თხის რქაში ყავს და დაემატა პლუტონისეული სიღრმე და ტრანსფორმაციის უნარი და ეს ყველაფერი რეალურად გამოიყენა ამ ადამიანმა და შესაბამისად საბოლოოდ შვილს პლუტონი ყავს თხის რქაში, შესაბამისად პლუტონის თვითგანვითარება ავტომატურად იქნება მიმართული სატურნისეული, თხის რქისეული მიზნებისკენ, ან კარიერისკენ, თვითგანვითარებისკენ, დისციპლინური, ესე ანუ დისციპლინა და წესრიგი, სადაც საჭიროა აი მიმართულებით წავა პლუტონი. შემდეგი არის ქალწულის გავლენა მე-12 სახლზე. შვილს არა და ამ დედას ყავს ამ შემთხვევაში მე-12 სახლში ქალწული. ქალწულის ნიშანი, ანუ მერკურის გავლენა მე-12 სახლზე, რო შინაგანად ეს ადამიანი უფრო მეტად მოწესრიგებულია და ინტელექტუალურია და შვილს ყავს მორიელი მე-12 სახლში. ხო, აქ ორ მაგიის არის, ანუ დედას ყავს ქალწული მე-12 კუსპიძე და მერკური ყავს მორიელში. ანუ მე-12 მართველი დგას მორიელში. ქალწული, ანუ მე-12 სახლის მართველი დგას მორიელში. და შვილის შემთხვევაში მე-12-ს მართავს მორიელი
და მისი მმართველი მარსი დგას ტყუპებში. ანუ მარსის და მერკურის, ესე ვთქვათ, კავშირი არის მე-12 სახლთან. აი ესეთი კომბინაცია არის, რაღაცნაირად იქ რაც იყო შეიცვალა ცოტათი, მაგრამ იგივენაირად პრინციპი მაინც ერთნაირი არის, რომ მარსი მერკურის გავლენა არის მე-12 სახლზე მაღალი. ეს არის უფრო ქცევა გონებით განკარგული, ესე ვთქვათ, როდესაც ლოგიკური ქცევები აქვს ადამიანს მე-12 სახლში, ანუ ქვეცნობიერად, რომელსაც მე-12 სახლი ზოგადად რთულია მისი გაცნობიერება, ეს არის ინსტინქტური ქცევები. იმ ფონზე, როდესაც ადამიანს აქვს აი აქ მარსის ოპოზიცია, მაინც ქვეცნობიერად, ანუ რაღაც მაინც ლოგიკური ნაბიჯების უნარიც აქვს. კარგი. შემდეგი არის თხის რქაში სატურნი თხის რქაში და აქ არის სატურნი შვილდოსანში, მაგრამ თხის რქა არის რეტროგრადული, ანუ ეს ერი აქ უნდა იყოს, წესით სატურნთან. სატურნი არის რეტროგრადული. ანუ იმას ვიძახი, რომ სატურნის გავლენა თხის რქასთან ვერ მივხვდი. აქ მე თვითონაც ვერ მივხვდი რა გულისხმობთ აქ და ეს დავწერე. ხო, კარგი, ეს გამოვდობოთ. იმიტომ რომ მართლა შეიძლება იყოს რამე აზრი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა მე ვერ ხვდები ამას რაღაც ჩაღრმავება ჭირდება თუ ანუ რადგან რეტროგრადული არის ორ ნიშანს მართავს სატურნი, შესაბამისად მართავს სატურნს და ურანს და ამ შემთხვევაში მაინც სატურნი თხის რქაში რა შუაშია ვერ მივხვდი. ხო, კარგი, ეს გამოვდობოთ. შემდეგი ჩვენ გვაქვს აქ დედის შემთხვევაში კარმული გავლენა მზის, ანუ მზე კვადრატში არის, მზე უშლის ხელს კარმულ გავლენას, ეს არის მამის გავლენა კარმაზე და შვილის შემთხვევაში შვილი არის ბიჭი, ანუ დედისთვის მამა უფრო მნიშვნელოვანია და შესაბამისად მამის გავლენა გვაქვს რუკაში კარმული და შვილის შემთხვევაში დედის გავლენა გვაქვს ამ შემთხვევაში დადებითი. რადგან შვილი ბიჭი არის, შესაბამისად მისთვის მთავარი უფრო არის დედა. შესაბამისად ზოგადად ეს არ არის მარტო მშობლებიდან გამომდინარე, ეს არის ზოგადად დედაზე მაღალი არის კაცების გავლენა, რომ ანუ კაცებთან ურთიერთქმედება, ზოგადად კაცების ფიგურა ამ ადამიანს ცხოვრებაში უშლის კარმულ განვითარებაში ხელს და შვილის შემთხვევაში ქალების ფიგურა, ესე ვთქვათ, ქალები უეხმარებიან ამ ადამიანს კარმის დამუშავებაში. რაც რა თქმა უნდა კარგი არის. ანუ დედამ ესე იგი ეს გადალახა ეს ასპექტი, რომ შვილთან გადავიდა კარგად. შვილი რო ყოფილიყო გოგონა, ამ შემთხვევაში მზე იქნებოდა დადებითი კარმული გავლენით, მაგრამ დაიბადა ბიჭი, შესაბამისად გვაქვს რაც გვაქვს. აქ არის ასევე სასტორის გავლენა, რომ ასცენდენტი სასტორში ყავს დედას და შვილს ყავს ზენიტი სასტორში, შესაბამისად ვენერას მდებარეობა და სასტორის გავლენა უფრო გაუმჯობესდა ამ შემთხვევაში. ქვევით ყავს ისევ ნეპტუნი თხის რქაში მესამე სახლში. ეს არის კომუნიკაციაზე, გავლენა და აზროვნების სტილზე, ნეპტუნის გავლენა, თუმცა ნეპტუნი არის ამ შემთხვევაში უფრო დამიწებული, რადგან თხის რქაში დგას. ანუ ეს არის რაღაც პრაქტიკული ეზოთერიკა. შედარებით რაღაც ესეთი ასტროლოგია, ან ფანტაზია, ილუზიები, ნებისმიერი რამე, უბრალოდ შედარებით უფრო პრაქტიკული, რადგან თხის რქაში მიწის ნიშანში დგას ნეპტუნი და შემდეგ უკვე შვილს ყავს ნეპტუნი თხის თევზებში. მესამე სახლში, ანუ გაუმჯობესებული ვარიანტი აქვს ნეპტუნის, რადგან ნეპტუნი უკვე თავის სახლში დგას მესამე სახლში და ეს ადამიანს უფრო მეტად ექნება. თუნდაც ინტუიცია, ნეპტუნისეული, აი ეს კავშირი სხვა სამყაროებთან, ან ეზოთერიკული უნარი თუნდაც ამ ადამიანს უფრო მეტად ოკულტიზმისკენ ექნება, პრაქტიკული ნაკლებად, ანუ უფრო მოწყვეტილი რეალობას და დედის შემთხვევაში უფრო პრაქტიკული არის, პრაქტიკული გამოყენებით, ანუ ნათელმხილველი დედა ვერ გახდება ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ნეპტუნი თხის რქაში ყავს და დამიწებულია და არ აძლევს კავშირს, ესე ვთქვათ, მიწას ვერ წყდება მისი ნეპტუნი. და შვილის შემთხვევაში ნეპტუნი მესამე სახლში ზოგადად ნათელმხილველობის ესე ვთქვათ სტანდარტული ასპექტი არის. ამ შემთხვევაში ნეპტუნი თევზებში ყავს ამ ადამიანს და შესაბამისად უფრო მეტად, ანუ მოწყვეტილი არის რეალობას, უფრო მეტი შანსია ნათელმხილველობის, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში. Ну, цалკე თემა არის, რამდენად ნეპტუნი აქტიურია ამ რუკაში, რამდენად ასპექტები აქვს კარგი და ასე შემდეგ, რამდენად ძლიერია ზოგადად ნეპტუნი რუკაში. შემდეგი რა აქვს საერთო? სტანდარტული ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, მე ზოგადად რაც ეს ზოგადად თამათი საგვარეულო ვისწავლე, ანუ ლილიტი ცეცხლის სტიქიაში არის სტანდარტულად თელს გვარში. ну, რა თქმა უნდა, ყველაში არის უმრავლესობაში. ეს არის ზოგადად ეს გვარის
ტიპიური ასპექტები, როდესაც ყველგან ერთი რაღაც მეორდება. რაც ანუ არ მუშავდება, გადაეცემა და ეს არ არის კარგი რეალურად. ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, მთვარე ჰაერის სტიქიაში დაემატა აქ, რაც წინათ არ იყო. ეს არის ადამიანის როგორ თქვა, ადაპტაცია ხდება შედარებით უფრო მალე, შედარებით უპრობლემოდ, ანუ ძალიან ისეთი ზედაპირული ისა აქვს ამ შემთხვევაში. თვითგამოხატვა ადამიანს, მისი სურვილები, მისი შეხედულებები შედარებით უფრო ისეთი არის, მსუბუქი. არ არის მძიმე ადამიანი შინაგანად, ესე ვთქვათ. შემდეგი არის მარსი ტყუპებში იყავს ჰაერის სტიქიაში ორივეს. ნუ ჰაერის სტიქიაში იყო ადრეც ყველას ჰაერის სტიქიაში ყავდა, უბრალოდ აქ ამ შემთხვევაში აქ ნიშანიც დაემთხვა, ანუ მარსი მერკურის ეს კავშირი უფრო მეტად გამყარდა. და შემდეგ არის მზე ნეპტუნის ტრინი, სექსტილი, რაც ორივეს აქვს და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის კავშირი ეზოთერიკასთან. აქ არის ლილიტი მარსის ოპოზიცია, რომელიც გაუმეორდა შვილს იგივენაირად. ლილიტი მშვილდოსანში ყავს ორივეს, რაც ცუდია ძალიან, იქიდან გამომდინარე, რომ დედამ შვილის დაბადებამდე ვერ დაამუშავა ლილიტი მშვილდოსანი, ანუ ყველა ნებისმიერი მინუსი, რაც ლილიტი მშვილდოსანს აქვს, გადაეცემა შვილს იგივენაირად და ეს არის ლილიტი და ეს არის საფრთხეებიც ყველანაირად, რადგან ლილიტი არის მერვე სახლის ელემენტი. და შესაბამისად აქ არის მარს ლილიტის ოპოზიცია უცვლელად გადაცემული შვილისთვის და რამდენადაც მე ვხედავ უფრო ახლო ასპექტით, ანუ უფრო მჭიდრო ასპექტით, რაც უფრო მეტად გამოვლენილი იქნება შვილის შემთხვევაში, ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის ცუდი, საერთოდ არ არის დამუშავებული. ნუ მარსი დამუშავდა იმ მხრივ, რომ რეტროგრადულობა არ აქვს. ეს ერთი მინუსი შეგვიძლია მოუძებნოთ. ეს არის ძალიან იმპულსური ქმედება მარსის, ძალიან იმპულსური ნაბიჯები ამ ადამიანის და თუ დედას გქონდა მეორე მესამე სახლის კუსპიდზე, ესე ვთქვათ, შვილს ყავს პირველ მეშვიდე სახლში, ანუ უფრო მწვავედ იქნება ეს ყველაფერი გამოვლენილი მის ცხოვრებაში, უფრო მეტად კონფლიქტური, უფრო მეტი ტრავმების რისკი, ანუ ბევრად უფრო ნეგატიური არის ზოგადად ეს ყველაფერი. შვილის შემთხვევაში გადმოსული. შემდეგი არის იუპიტერი პლუტონის კვადრატი, რაც აქვს ორივეს. ეს არის ცოტა ისეთი განვითარება და ტრანსფორმაცია ამ ადამიანის, რომელიც სოციუმს მაინც არ მოსწონს. იუპიტერის ჩვენ ვხედავთ აქ რეტროგრადულია შვილთან და დედასთან არ არის, ესეც არ არის კარგი მაინც და მაინც. ნუ აქ რა თქმა უნდა კიდევ ცალკე ის არის. იმიტომ რომ ის კონკრეტული, თუმცა კი ეს სისტემა ანახებს სტაციონარულს, იმიტომ რომ სტაციონარული თუ არის პლანეტა, ეს უკვე სხვა არის, ეს არის აუცილებელი რომ ცუდი იყოს სტაციონარული, შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ რეტროგრადული უკვე ცუდია. შემდეგი არის ნეპტუნი პლუტონის სექსტილი, ეს რა თქმა უნდა კარგია და გრადუსები დასამუშავებელი მე-5 გრადუსი, მე-9 გრადუსი, მე-19 გრადუსი. დედის რუკაში მე მე-5 გრადუსი ისევ ვერ ვხედავ, შეიძლება მე-4 იყოს. მე-5 გრადუსს შვილის რუკაში ვხედავ. დედის რუკაში ვერ ვხედავ. მე-9 გრადუსი. მე-9 გრადუსი არის ლილიტი. აქვს დედას მე-9 გრადუსი და შვილს აქვს მე-9 მზე. ლილიტი აქვს მზე. და მე-19 გრადუსი, რომელიც შვილს დედას ყავს სატურნი მე-19 გრადუსზე და შვილის შემთხვევაში მე-19 გრადუსზე დგას პლუტონი. ეს გრადუსები არის დასამუშავებელი, მე-5 შეგვიძლია წავშალოთ, იმიტომ რომ მე მე-5-ს აქ ვერ ვხედავ. იუპიტერი ორივეგან არის მე-10 სახლში, რაც რა თქმა უნდა კარგი არის, ძალიან კარგი შესაძლებლობებია სოციალური წინსვლის ამ შემთხვევაში. ნუ დედასთან რა თქმა უნდა უკეთესი დგას ესენციალური ღირებულებებით, იმიტომ რომ ლომში არის, თავის ტრიპლიციტეტშია, მაგრამ ასპექტებით დაზიანებულია. შვილის შემთხვევაში იუპიტერი რეტროგრადულია, თუმცა სასწორში დგას, მაინც კარგი მდებარეობა არ არის, თუმცა ასპექტები იმდენად ბევრი ნეგატიური ასპექტი არ აქვს. მარსის და მერკურის მე-7-სთან კავშირი აქაც ჩანს, იმიტომ რომ აქ ვერძია მე-7-ში და მარსი ტყუპებში დგას და აქ დესცენდენტზე არის ტყუპები და მარსი მე-7-ში დგას, ანუ მერკური მარსს აქვს კავშირი მე-7 სახლთან. დაზიანებული მე-5 სახლის კუსპიდი. აქაც, ანუ პრობლემები შვილებთან, შესაძლებელი პრობლემები ან ბავშვებთან ზოგადად, ნუ შვილის შემთხვევაში აქ მთვარე შველის, იმიტომ რომ ორსულობა მაინც არ იყო რთული, მაგრამ პრობლემები მაინც იქნებოდა და იყო. და აქაც ჩანს შვილთან პრობლემები, სიყვარულთან პრობლემები, რადგან მე-5 კუსპიდი დაზიანებულია იგივენაირად.
უფრო მეტადაც. შესაბამისად ეს უკვე ჯერ არ ვიცით, ვნახოთ. თუმცა ანუ ფაქტია, რომ პრობლემები სიყვარულთან და პრობლემები შვილებთან ორივეს აქვს. რუკის მიხედვით. ეს იყო სულ, რაც გადასცა დედამ შვილს ამ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი სია არის დამუშავებულისაც და დაუმუშავებელისაც. და ჩვენ აქ ვნახავთ ახლა ყველას ერთად. ანუ ხედავთ ჩვენ აქ არ მახსოვს როგორ მოვნიშნე, მაგრამ ანუ მამისგან გადაცემულია ეგ ხედავთ ვენერა პლუტონის ტრინი, მამამ გადასცა შვილს როგორც ვენერა მორიელი და აი აქ შვილმა ეს ვენერა მორიელი გადასცა შვილიშვილს როგორც ვენერა შვილიშვილს რა იყო თავის შვილს როგორც ვენერა ვერცხლში სექსტილით მარსთან. ანუ მარსი ვენერას კავშირი მაინც თლიანად განვითარდა, გადავიდა ბოლომდე თუ მარსი პლუტონის როგორც გინდათ ჩათვალეთ, ანუ ორივე ისე თუ ასე ადგილზეა. ანუ ცოტათი განვითარება არის, მაგრამ უფრო აი ესეთი მამიდან შვილზე გადავიდა უფრო შედარებით ნეგატიურად, ალბათ რთული სათქმელია. მაგრამ ვენერა მორიელში ცუდი არის და ვენერასთვის ეს ცუდია. და შვილთან გადავიდა ცოტათი გაუმჯობესებლად ოდნავი ძვრა არის. მამის ვენერა მე ურანის შეერთება, რომელიც შვილს დადებითად გადასცა, შვილმა გადასცა უკვე შეერთებით შვილიშვილს, ჩემი აზრით, შეერთება არის კარგი. ანუ მამიდან ოპოზიცია გადავიდა შვილზე სექსტილით და შვილიშვილზე გადავიდა შეერთებით. აქ უკვე ხედავთ ძალიან ისეთ აღმასვლას. ყველა გაუმჯობესდა სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. წინსვლასთან გვაქვს საქმე, გენეტიკურ წინსვლასთან. შემდეგი არის მერკური პლუტონის ოპოზიცია, რომელიც შეერთებით გადაეცა შვილს და შვილმა გადასცა კვადრატი. აქ უკვე მამამ გაუმჯობესა, შვილმა ჩააგდო. არა გლობალურად, თუმცა მაინც. და შემდეგი არის იუპიტერი პლუტონის სექსტილი, რომელიც შვილს გადასცა მამამ კვადრატი, ანუ ნეგატიური და შვილმა აი ქვევით არის იდენტურად გადასცა თავის შვილს, ანუ არც დაუმუშავებია, თუმცა დეგრადაციაც არ ყოფილა. გადასცა იგივენაირად. შემდეგი აქ არის ლილიტი ცეცხლის სტიქიაში, რომელიც აქვს ყველას. არ არის დამუშავებული, იგივენაირად გადადის თელგვარში. დაზიანებული მზე აქვს ყველას. მარსი ჰაერის სტიქიაში აქვს ყველას. და ნეპტუნი პლუტონის სექსტილი იგივენაირად აქვს სამივე თაობას. შემდეგი აი აქ რომელიც არ არის გაფერადებული, ეს არის ის ასპექტები, რომელიც მამამ შვილს გადასცა, მაგრამ შემდეგში არ გადავიდა სხვაგან. აქ დედა შვილს გადასცა ეს ასპექტები, მაგრამ შვილიშვილზე არ გადასულა. აი მონიშნულია ის, რომელიც გადავიდა. დედისგან რა გადავიდა? სატურნი ნეპტუნის ტრინი, რომელიც შვილს გადასცა ნეპტუნი თხის რქით. ნეპტუნი თხის რქა, აი აქ რომელიც არის, გადავიდა ნეპტუნი თევზებში. აქ არის ძალიან დიდი წინსვლა. ერთი წამი ჩვენ გვინდოდა ნეპტუნი სატურნის. და სად გადავიდა? აი აქ გადავიდა, ანუ სატურნი ნეპტუნი იყო, შემდეგ იყო ნეპტუნი თხის რქა, აქ არის ნეპტუნის და თხის რქის გავლენა და არა ნეპტუნის წინსვლა. და იგივენაირად აი აქ შვილს როდესაც ჰქონდა ნეპტუნი თხის რქაში, გადავიდა ნეპტუნი თევზებში. ვერ მივხვდი, ანუ მაინც აქაც როგორ მოვნიშნე, მაინც ვერ ხვდები. ანუ სატურნი აქ რომ იყო თხის რქაში, ეს უკვე ქვევით არის. სად წავიდა მაშინ ნეპტუნი თხის რქა? ნეპტუნი თხის რქა აქ საერთოდ არ არის. ანუ ეს არ უნდა იყოს მონიშნული იმის გამო, რომ არ არის. კარგი. შემდეგი არის აქ ნეპტუნი მორიელში, რომელიც დედიდან შვილზე გადავიდა როგორც ნეპტუნი მორიელის ანუ სექსტილი. მორიელის ნიშანში. და შვილთან ეს ყველაფერი გადავიდა შვილიშვილთან ნეპტუნი პლუტონის სექსტილით. ანუ აქ მორიელი წერია, იმიტომ რომ ნეპტუნს სექსტილი აქვს ბევრ პლანეტასთან მორიელის ნიშანში. ანუ კავშირი არის მაინც. და იგი და შვილიშვილთან უკვე გადავიდა სექსტილით, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. ანუ წინსვლა აქაც ჩანს. შემდეგ აი აქ ქვევით არის ლილიტი
იუპიტერის ტრინი, რომელიც შვილიშვილთან გადავიდა იუპიტერი ლილითის სექსტილით, ანუ ცოტათი უკან წავიდა ამ შემთხვევაში თაობა. და აქ ისევ მოცემულია ერთი იგივე ასპექტები, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, ეს ყველაფერი იგივენაირად ქვევით წერია. სულ ეს არის ისე თუ ასე, რაც რისიდან მინდოდათ რომ გენახათ, აქ რო სახლები ყოფილიყო უფრო მეტი ინფორმაცია იქნებოდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შეიძლება ამ ყველაფრის დეტალურად განხილვა, მაგრამ ანუ არც დრო არის და არც შესაძლებლობა ამ ყველაფრის ჩაჯდომა და ანალიზი ჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რამე შეიძლება გადმოდიოდეს აი მამიდან შვილიშვილზე, შვილის დახმარებით, ანუ რომ გაუმჯობესდა ასპექტები. მე არ მიძებნია ესეთი ასპექტები, რომელიც აქვს მამას ამ შემთხვევაში და არა აქვს შვილიშვილს, მაგრამ არა აქვს შვილს, ანუ ეს არის იგივენაირად ასპექტები, აი მაგალითად, როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში რომ უჩნდება შვილი, რომელსაც აქვს ბაბუის, დიდი ბაბუის თვალის ფერი, მაგალითად, ანუ არის ასპექტები, რომელიც შვილს არ გადასდის, შვილთან არ ჩნდება, მაგრამ შვილიშვილთან არის, ანუ ეს კიდევ ცალკე ასპექტები. ამ შემთხვევაში მე მოვიყვანე ის მაგალითი, რომელიც ძალიან ესე გადადის თაობიდან თაობაზე, ან ტრანსფორმირდება, ან უცვლელად გადადის. ჩვენ არ გვისაუბრია ისეთ ასპექტებზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ბაბუას და შვილიშვილს, თუმცა არ ჰქონდეს შვილს. ესეთიც, ესე ვთქვათ, შესაძლებელია. იგივენაირად არის კავშირი არა სისხლით ნათესავთანაც, რომელიც ოჯახის წევრია, თუნდაც აყვანილი შვილი, ანუ იქაც იქნება ასპექტები, იმიტომ რომ ეს ადამიანი ტყუილად არ არის მოხვედრილი იმ ოჯახში, მსგავსი ასპექტები მაინც იქნება, შესაძლოა იმდენი არ იყოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში არის ისეთი სიტუაციები, როდესაც დედა-შვილთანაც არ აქვს ბევრი საერთო ასპექტების, თუმცა ექნება შვილს ან მამისგან, ან დედის მამისგან, ან ვინმესგან ექნება აუცილებლად, უბრალოდ ხანდახან დედა-შვილსაც არ აქვს იმდენი საერთო, როგორც ესე შეიძლება ნაშვილებს შვილთან უფრო მეტი საერთო კონდეს დედას, ვიდრე თავის ღვიძლ შვილთან, ეს ერთი თაობის დონეზე ვიძახი. ამიტომ აი ესე რთულად ესე განსაზღვრა რომ არ არის ჩვენი ოჯახის წევრი, ცოტა რთული სათქმელია, ყველა ადამიანი ხვდება იქ სადაც უნდა იყოს, სადაც მისი ადგილი არის, ესე ვთქვათ. შესაბამისად იქ რაღაც ტყუილად ან არაფერი არ ხდება. ეს ყველაფერი მაგალითია იმის თუ როგორ ევოლუციონირდება ადამიანი, ან პირიქით როგორ დეგრადირდება. და ეს ყველაფერი გვარში ამ ყველაფრის გახედვა რამდენად რეალურად იცვლება და აი რა გადმოქცა ჩემმა წინაპარმა რა ვერ დაამუშავე, ასევე რაღაცნაირად გადახედავ მთელ გვარს. ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა რა თქმა უნდა სამი თაობა განვიხილეთ და ისიც განვიხილეთ მხოლოდ სამი თაობის 4 მაჩვენებელი, 4 ადამიანი, თავისთავად ამ დედმამას ყავს თავისი მეორე შვილი, იმას კიდევ თავისი ორი შვილი, იმას ცოლი და ცოლთანაც რა თქმა უნდა იქნება კავშირი ასპექტების, ანუ გვარი არ არის მხოლოდ გენეტიკით გადმოცემული ასპექტები, გვარი არის ასევე კარმული ასპექტებიც, რის გამოც ეს ადამიანები თავს იყრიან ერთად. იგივენაირად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შვილის გაჩენამდე ადამიანს უნდა ჰქონდეს დამუშავებული რაღაც კონკრეტული ასპექტები, რომ შვილს ეს ასპექტები გადაეცეს კარგად. ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დედის რეალიზება მოხდა გვიან შვილის გაჩენის შემდეგ. შესაბამისად, ყველა ეს დამუშავებელი დამუშავებაც ვერ მოასწრო, გადაეცა შვილს იგივენაირად. თუ ამ ადამიანს გაუჩნდება მეორე შვილი, დიდი ალბათობით უკვე ეს ყველა ასპექტი გაუმჯობესებული გადაეცემა შვილს, თუ რა თქმა უნდა უკვე რეალურად დამუშავებული აქვს. და რა დონეზე აქვს დამუშავებული, ეს უკვე რა თქმა უნდა შვილის რუკაში გამოჩნდება ასპექტებიდან გამომდინარე, რამდენად რადიკალური არის ცვლილება დედის ასპექტს და შვილის ასპექტებს შორის.